სწორედ ახლა ამ წამს, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი სხეული აწარმოებს 7 მილიონ სისხლის წითელ უჯრედს. ყოველ წამს, არა წუთში, წამში. თქვენი გული ცემს დაახლოებით 70 ჯერ ამ წუთში. ტუმბავს 5 ლიტრ სისხლს თქვენი სხეულის 100,000 კილომეტრის სისხლძარღვებში. 100,000 კილომეტრი ეს საკმარისია დედამიწის გარშემო 2.5 ჯერ შემოსავლელად. და ეს ყველაფერი ხდება თქვენში, ახლა, ამ წამს, სანამ ცდილობთ გაიგოთ, რატომ გეუბნებით ამას. მაგრამ აი რაშია საქმე. ეს შთამბეჭდავი რიცხვები 7 მილიონი უჯრედი წამში, 100,000 კილომეტრის სისხლძარღვები, ეს მხოლოდ დასაწაწყისია. რადგან თქვენი სხეული ყველა მისი შეუდარებელი სირთულით არის მხოლოდ ერთი წერტილი იმ მასშტაბების უსასრულო სპექტრში, რომელიც ჩვენ დღეს გამოვიკლოთ. წარმოიდგინეთ, რომ გახართ თქვენი ქალაქის ცენტრში. შეხედეთ გარშემო, ხედავთ შენობებს, ხალხს, მანქანებს, ეს თქვენი რეალობა, თქვენი მასშტაბი. მაგრამ ახლა დაიწყეთ მასშტაბის შეცვლა. წარმოიდგინეთ, რომ ამაღლდებით ქალაქის თავზე. 10 მეტრი, 100 მეტრი, 1000 მეტრი. ქუჩები იქცევიან ხაზებად, შენობები კუბებად, ხალხი ქრება. 2000 მეტრის სიმაღლიდან თქვენი ქალაქი უკვე გავს რუკას. 5000 მეტრიდან 1 ლაქას მწვანე ან რუხი ფონის ზედაპირზე. 10,000 მეტრიდან თითქმის უხილავია. და ჩვენ ჯერ კიდევ არ დავიწყეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ატმოსფეროში ვართ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, ჯერ კიდევ იმ პლანეტაზე, რომელსაც სახს უწოდებთ. 2012 წელს ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ერატოსთენე კირენელმა, მათემატიკოსმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა, გამოთვალა დედამიწის გარშემოტერილობა გასაოცარი სიზუსტით. მან გამოიყენა მხოლოდ ჯოხი, ჩრდილი და გენიალური გეომეტრია. მისი შედეგი იყო 29,200 კილომეტრი. მხოლოდ 2%-ით განსხვავდებოდა თანამედროვე გაზომებისგან. 2000 წელზე მეტი ხნის წინ, ტექნოლოგიის გარეშე, რომელიც დღეს ჩვენთვის თვითგასაგეგებია, ერთმა ადამიანმა გაზომა პლანეტა. მაგრამ აი რაც მნიშვნელოვანია. როცა ერატოსთენე ითვლიდა დედამიწის ზომას, მას არ ჰქონდა წარმოდგენა, რამდენად პატარა იყო ეს რიცხვი სინამდვილეში. 29,200 კილომეტრი გარშემოწერილობა ჟღერს შთამბეჭდავად, სანამ არ დაიწყებთ შედარებას. დედამიწა არის პლანეტა დიამეტრით 12,742 კილომეტრი. ეს არის სფერო, რომელზეც ცხოვრობს 8 მილიარდზე მეტი ადამიანი, რომელიც შეიცავს 1 მილიარდ 400 მილიონ კუბურ კილომეტრ წყალს, რომლის ზედაპირი დაფარულია ოკეანეებით, უდაბნოებით, ტყეებით, მთებით. მაგრამ თუ დედამიწას შევადარებთ მზეს, ჩვენი პლანეტა იქცევა მარცვლად. მზის დიამეტრია 1,399,000 კილომეტრი. ეს ნიშნავს, რომ მზის შიგნით შეიძლება ჩაეტიოს 1,399,000 დედამიწა. არა 1000, მილიონზე მეტი. წარმოიდგინეთ ეს. თუ დედამიწა იქნება ბურთი, დიამეტრით 1 სანტიმეტრი, მზე იქნება სფერო, დიამეტრით 1 მეტრი 9 სანტიმეტრი. და მზე, ეს გიგანტური ბირთვული ღუმელი, რომელიც ყოველწამს გარდაქმნის 4 მილიონ ტონა მატერიას ენერგიად, არის მხოლოდ ერთი ვარსკვლავი. ჩვენს გალაქტიკაში, რომელსაც უწოდებთ ნაპირას გზას, არის 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი. არავინ იცის ზუსტი რიცხვი, რადგან ბევრი მათგანი დამალულია მთვრის ღრუბლებში, ბევრი ძალიან ბუნდოვანია დასათვლელად, ბევრი ერთმანეთს ფარავს. მაგრამ თქვათ 200 მილიარდი, კონსერვატიული შეფასება. 200 მილიარდი ვარსკვლავი, თითოეული პოტენციურად თავისი პლანეტების სისტემით. 2013 წელს ასტრონომებმა დაიწყეს ეგზოპლანეტების, პლანეტების სხვა ვარსკვლავების გარშემო აღმოჩენა. დღეს ჩვენ ვიცით 5630-ზე მეტი დადასტურებული ეგზოპლანეტის შესახებ. მაგრამ სტატისტიკური მოდელები გვეუბნებიან, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავს აქვს სულ მცირე ერთი პლანეტა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება იყოს 200 მილიარდი პლანეტა. 200 მილიარდი სამყარო. თითოეული თავისი ისტორიით, თავისი გეოლოგიით, თავისი შესაძლო ცხოვრებით. მაგრამ ნაპირას გზა არის მხოლოდ ერთი გალაქტიკა. ის ეკუთვნის ადგილობრივ ჯგუფს, დაახლოებით 50 გალაქტიკის კლასტერს, რომელიც მოიცავს სივრცეს დაახლოებით 10 მილიონი სინათლის წლის დიამეტრით. სინათლის წელი ეს არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ერთ წელიწადში.
მოძრაობით სიჩქარით 299,792 კილომეტრი წამში. ეს არის 9 ტრილიონ 475 მილიარდ 451 მილიონ 692,000 კილომეტრი ერთ წელიწადში. და ჩვენი ადგილობრივი ჯგუფი ვრცელდება 10 მილიონი ასეთი მანძილით. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. თუ მზის სისტემა იქნება ზომით 1 სანტიმეტრი, ნაპირას გზა იქნება დაახლოებით 10 კილომეტრი დიამეტრით, ხოლო ადგილობრივი ჯგუფი დაახლოებით 100 კილომეტრზე მეტი. ეხლა წარმოიდგინეთ რაღაც წარმოუდგენელი. ადგილობრივი ჯგუფი თავად არის ნაწილი უფრო დიდი სტრუქტურისა, ქალწულას სუპერკლასტერისა. ეს არის მასიური სტრუქტურა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 100 galaktikურ კლასტერს და ვრცელდება დაახლოებით 110 მილიონ სინათლის წელზე. 110 მილიონი წელი ამ სტრუქტურის გადასალახავად და ქალწულას სუპერკლასტერი არის მხოლოდ ერთი ასეთი სტრუქტურა. 2014 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი სუპერკლასტერი თავად არის ნაწილი კიდევ უფრო დიდი სტრუქტურისა, ლანიაკეას სუპერკლასტერისა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 100,000 galaktikas და ვრცელდება 536 მილიონ სინათლის წელზე. მაგრამ რაც ყველაზე გასაოცარია, ეს ყველაფერი, ყველა ეს galaktika, ყველა ეს სუპერკლასტერი, ყველა ეს წარმოუდგენელი სტრუქტურა არის მხოლოდ პატარა ნაწილი დასაკვირვებელი სამყაროსი. დასაკვირვებელი სამყარო ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ შეგვიძლია თეორიულად დავინახოთ. ყველაფერი, საიდანაც სინათლეს ჰქონდა დრო ჩვენამდე მისვლისთვის დიდი აფეთქების შემდეგ. და ეს რადიუსია დაახლოებით 46 მილიარდ სინათლის წელზე ყველა მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ დასაკვირვებელი სამყაროს დიამეტრია 92 მილიარდი სინათლის წელი. 92 მილიარდი. ეს არის რიცხვი, რომელიც თითქმის შეუძლებელია გააზრება ადამიანის გონებისთვის. ეხლა დაბრუნდით იმ წერტილთან, საიდანაც დავიწყეთ. თქვენს სხეულთან, რომელიც აწარმოებს 7 მილიონ სისხლის წითელ უჯრედს ყოველ წამს. თქვენი სხეული შედგება დაახლოებით 37 ტრილიონ უჯრედისგან. თითოეული ეს უჯრედი არის სამყარო თავისთავად. შეიცავს ორგანელებს, მიტოქონდრიებს, რიბოსომებს, ენდოპლაზმურ ქსელს. თითოეულ უჯრედში არის დნმ მოლეკულა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 3 მილიარდ ბაზურ წყვილს ინფორმაციას. თუ გაშლით დნმ-ს ერთი ადამიანის ყველა უჯრედიდან და შეაერთებთ მათ ერთ ხაზად, ის გაიწელება დაახლოებით 2 ჯერ მანძილზე დედამიწიდან მზემდე. 2 ჯერ. ეს არის დაახლოებით 300 მილიონ კილომეტრზე მეტი დნმ თქვენ სხეულში. ახლა, ამ წამს. და თითოეული ეს დნმ-ის მოლეკულა შედგება ატომებისგან. ადამიანის სხეული შეიცავს დაახლოებით 7 ოქტილიონ ატომს. ეს არის 7, რომელსაც მოსდევს 27 0. 7 ოქტილიონი. მაგრამ ატომი თავად არის თითქმის მთლიანად ცარიელი სივრცე. თუ ატომის ბირთვი იქნება ზომით 1 სანტიმეტრი, ელექტრონები იქნებიან დაახლოებით 1 კილომეტრზე მოშორებით. 1-ზე მოშორებით. 1 კილომეტრზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული, რომელიც გრძნობთ მყარად და რეალურად, სინამდვილეში არის 99,10%-ით ცარიელი სივრცე. თქვენ ხართ თითქმის არაფერი, რომელიც ფიქრობს, რომ არის რაღაც. მაგრამ ეს თითქმის არაფერი შეიცავს წარმოუდგენელ სიფთულეს. 2012 წელს ნეირომეცნიერებმა ჰარვარდის უნივერსიტეტში შექმნეს ყველაზე დეტალური რუკა ტვინის ნაწილისა, რომელიც ოდესმე შეიქმნა. მათ გამოიყენეს ელექტრონული მიკროსკოპია, რომ დაასკანირონ 1 კუბური მილიმეტრი ადამიანის ქერქისა, ნაწილი ზომით მარილის მარცვალზე პატარა. ამ პატარა მოცულობაში მათ აღმოაჩინეს 47,000 ნეირონი და 154 მილიონი სინაფსი, კავშირი ნეირონებს შორის. 154 მილიონი კავშირი მარილის მარცვალზე პატარა სივრცეში. და თქვენი მთელი ტვინი შეიცავს დაახლოებით 100 მილიარდ ნეირონს და დაახლოებით 100 ტრილიონ სინაფსს. 100 ტრილიონი კავშირი, თითოეული მათგანი მუდმივად იცვლება, მუდმივად ადაპტირდება, მუდმივად ქმნის ახალ ნიმუშებს აქტივობისას. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც გასაოცარი. ეს 100 ტრილიონი სინაფსი თქვენს ტვინში, ეს სირთულის დონე, ეს კავშირების ქსელი, ჰგავს სხვა ქსელს სრულიად განსხვავებულ მასშტაბზე. 2015 წელს ასტროფიზიკოსებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურისა.
მათ აიღეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით ფიზიკის, გრავიტაციის, ბნელი მატერიის, ბნელი ენერგიის შესახებ და მოდელირება გაუკეთეს იმას, თუ როგორ განაწილდა galaktikები მილიარდობით წლის განმავლობაში. შედეგი იყო გასაოცარი. galaktikები არ არიან განაწილებული შემთხვევით შემთხვევით. ისინი ქმნიან ქსელს, ძაფებს და კვანძებს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება უზარმაზარ ცარიელ სივრცეებს შორის. ეს ქსელი, ეს კოსმიური ქსოვილი, გასაოცრად გავს ნეირონულ ქსელს ადამიანის ტვინში. 2020 წელს იტალიელმა ასტროფიზიკოსმა ფრანკო ვაცამ და ნეირომეცნიერმა ალბერტო ფელეტიმ გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც პირდაპირ შეადარეს ეს ორი ქსელი. მათ აიღეს სიმულაცია კოსმიური ქსელისა და მიკროსკოპული სურათები ნეირონული ქსელისა და გაანალიზეს მათი სტრუქტურა. შედეგები იყო გაოცებული. ორივე ქსელი აჩვენებდა მსგავს სტატისტიკურ თვისებებს. ორივეში დაახლოებით 30% მასისა ან ენერგიისა იყო კონცენტრირებული კვანძებში, ნეირონებში ან galaktikურ კლასტერებში, ხოლო დანარჩენი იყო განაწილებული ძაფებში ან კავშირებში. ორივე ქსელი აჩვენებდა მსგავს ორგანიზაციას, მსგავს სირთულეს, მსგავს ეფექტურობას ინფორმაციის გადაცემაში. ეს არ არის მისტიკა, ეს არ არის რაიმე ზებუნებრივი კავშირი, ეს არის რაღაცა უფრო ღრმა და უფრო ფუნდამენტური. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ სამყარო ორგანიზდება გარკვეული პრინციპებით, რომლებიც მუშაობენ ყველა მასშტაბზე. ქსელები, იქნება ეს ნეირონები თქვენს ტვინში, galaktikები კოსმოსში თუ ინტერნეტი დედამიწაზე, ყველა მათგანი ემორჩილება მსგავს მათემატიკურ კანონებს. ისინი ყველა ქმნიან მსგავს სტრუქტურებს, რადგან ეს სტრუქტურები არის ყველაზე ეფექტური გზა ინფორმაციის, ენერგიის, მატერიის გადასაცემად და დასამუშავებლად. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. როცა ჩვენ ვსაუბრობ სამყაროს მასშტაბებზე, 92 მილიარდი სინათლის წელი დიამეტრით, ჩვენ ვსაუბრობ მხოლოდ დასაკვირვებელ სამყაროზე. მაგრამ დასაკვირვებელი სამყარო არ არის მთელი სამყარო. ეს არის მხოლოდ ის ნაწილი, საიდანაც სინათლეს ჰქონდა დრო ჩვენამდე მისვლისთვის. მაგრამ სამყარო თავად შეიძლება იყოს უსასრულოდ უფრო დიდი. ან შეიძლება იყოს ერთ-ერთი უსასრულო რაოდენობის სამყაროებიდან მულტივერსში. ან შეიძლება იყოს სიმულაცია, რომელიც მუშაობს რაღაც უფრო ფუნდამენტურ რეალობაში. ჩვენ არ ვიცით. და ეს არ ვიცით არ არის სისუსტე. ეს არის ჩვენი ძალა. 2012 წელს ფიზიკოსებმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში, CERN-ში, აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, ნაწილაკი, რომელიც ანიჭებს მასას ყველა სხვა ნაწილაკს. ეს იყო აღმოჩენა, რომელიც დაადასტურა თეორია, რომელიც შემუშავდა 50 წლით ადრე. 50 წელი ადამიანებმა მუშაობდნენ მათემატიკურ თეორიაზე. აშენეს ყველაზე რთული მანქანა, რომელიც ოდესმე შეიქმნა, დიდი ადრონული კოლაიდერი, 27 კილომეტრის გვირაბი ქვეშ შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე. და საბოლოოდ იპოვეს ნაწილაკი, რომელიც არსებობს მხოლოდ 1 ზეპტოწამის 1000 ნაწილს. ზეპტოწამი არის 1 მილიარდი ტრილიონედი წამი. და ჩვენ შევძელით ამ ნაწილაკის აღმოჩენა, გაზომვა, დადასტურება. ეს არის ის, რაც ხდის ადამიანებს განსაკუთრებულს. არა ჩვენი ზომით, არამედ ჩვენი შესაძლებლობით. ჩვენ ვართ ნაწილაკები, რომლებიც შედგებიან ატომებისგან, რომლებიც თითქმის მთლიანად არიან ცარიელი სივრცე, რომლებიც ცხოვრობენ პლანეტაზე, რომელიც არის მარცვალი კოსმიურ უდაბნოში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ეს უდაბნო. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ის კანონები, რომლებიც მართავენ ყველაფერს, ატომებიდან galaktikებამდე. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მათემატიკა, რომელიც აღწერს რეალობას იმდენად ზუსტად, რომ შეგვიძლია წინასწარ ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკების არსებობა 10 წლეულებით ადრე, ვიდრე მათ აღმოვაჩენთ. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რომელიც ყველაზე ღრმად უნდა გვაფიქრებინოს. ყველა ეს მასშტაბი, ატომებიდან სუპერკლასტერებამდე, ზეპტოწამებიდან მილიარდობით წლებამდე. ყველა ეს წარმოუდგენელი სიდიდე და სიმცირე, ყველა ეს არსებობს ერთდროულად, ახლა, ამ წამს. სანამ თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენს ხელში მილიარდობით ატომი ვიბრირებს. თქვენს ტვინში ტრილიონობით სინაფსი ცეცხლდება. დედამიწა ბრუნავს სიჩქარით 1677 კილომეტრი/საათში. მზის სისტემა მოძრაობს galaktikაში სიჩქარით 700,000 კილომეტრზე მეტი საათში. ნაპირას გზა მოძრაობს ადგილობრივ ჯგუფში. ადგილობრივი ჯგუფი მოძრაობს ქალწულას სუპერკლასტერში. და ყველა ეს
ყველა ეს უზარმაზარი, წარმოუდგენელი მოძრაობა ხდება ერთდროულად. და აქ ჩნდება კითხვა, რომელიც შეაცვლის ყველაფერს. როცა ჩვენ საუბრობთ ამ მასშტაბებზე, როცა ჩვენ ცდილობთ გავიგოთ ჩვენი ადგილი ამ უსასრულო სპექტრში, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? რას ნიშნავს იყო ადამიანი, ეს კონკრეტული ორგანიზაცია ატომებისა, ეს კონკრეტული ნიმუში ნეირონული აქტივობისა. სამყაროში, რომელიც იმდენად უზარმაზარია, რომ ჩვენი მთელი ცივილიზაცია, ჩვენი მთელი ისტორია, ყველაფერი, რაც ოდესმე მოხდა დედამიწაზე, არის ნაკლები ვიდრე 1 წამი კოსმიურ კალენდარში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ხელში გიჭირავთ საათი. არაჩვეულებრივი საათი, კოსმიური საათი, რომელიც ზომავს არა წუთებს და საათებს, არამედ მილიარდობით წლებს. ახლა დააყენეთ ეს საათი 0-ზე და დააჭირეთ სტარტს. ზუსტად შუაღამისას 0 საათზე, 0 წუთზე, 0 წამზე ხდება დიდი აფეთქება. სამყარო იბადება. და ახლა ამ წამიდან ყველაფერი, რაც ოდესმე მოხდა, ყველა ვარსკვლავის დაბადება, ყველა გალაქტიკის ფორმირება, ყველა პლანეტის შექმნა, ცხოვრების გაჩენა, ადამიანობის ევოლუცია, ყველა ომი, ყველა იმპერია, ყველა აღმოჩენა, ყველაფერი ეს უნდა ჩაეტიოს 24 საათში. ერთ დღეში. შუაღამიდან შუაღამემდე. ეხლა დაიწყეთ დათვლა. შუაღამისას ხდება დიდი აფეთქება. სამყარო არის უსასრულოდ ცხელი, უსასრულოდ მკვრივი წერტილი, რომელიც იწყებს გაფართოებას. პირველი წამის განმავლობაში, რეალურად პირველი 1 მილიარდედი წამის განმავლობაში, ყალიბდება ყველა ფუნდამენტური ძალა, გრავიტაცია, ელექტრომაგნიტური ძალა, ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები. მაგრამ ჩვენს კოსმიურ საათზე ეს ყველაფერი ხდება იმდენად სწრაფად, რომ თქვენ ვერც კი მოასწრებთ მიგნებას. პირველი 3 წუთის განმავლობაში, რეალურად პირველი 300,000 წლის განმავლობაში, სამყარო არის ცხელი პლაზმის ზღვა, სადაც ფოტონები, ელექტრონები და ბირთვები ერთმანეთს ეჯახებიან. სინათლე ვერ გადაადგილდება. ის მუდმივად შთანთქავს და ხელახლა გამოსხივდება. დილის 4 საათზე, რეალურად 400 მილიონ წელს, დიდი აფეთქების შემდეგ, სამყარო საკმარისად გაცივდება, რომ ელექტრონებმა შეძლონ ბირთვებთან დაკავშირება და ატომების შექმნა. ეს არის მომენტი, რომელსაც ასტროფიზიკოსები უწოდებენ რეკომბინაციას. პირველად სამყაროს ისტორიაში სინათლეს შეუძლია თავისუფლად გადაადგილება. ეს სინათლე, რომელიც გამოსხივდა 400 მილიონი წლის შემდეგ დიდი აფეთქებისა, ჯერ კიდევ არსებობს დღეს. ჩვენ უწოდებთ მას კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას. ეს არის ყველაზე ძველი სინათლე სამყაროში და ჩვენ შეგვიძლია მისი დანახვა, მისი გაზომვა, მისი შესწავლა. ავლა, ეს სინათლე მოგზაურობდა 14 მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ მიაღწია ჩვენს ტელესკოპებს. მაგრამ ჩვენს კოსმიურ საათზე ჯერ კიდევ დილის 4 საათია. დღე ახლახან იწყება. შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში, რეალურად შემდეგი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, სამყარო არის ბნელი. არ არსებობს ვარსკვლავები, არ არსებობს გალაქტიკები, მხოლოდ უზარმაზარი ღრუბლები წყალბადისა და ჰელიუმისა, რომლებიც ნელა იკუმშებიან გრავიტაციის ქვეშ. ეს პერიოდი, რომელსაც ასტრონომები უწოდებენ ბნელ ხანას, გრძელდება დაახლოებით 100 მილიონ წელს. ჩვენს კოსმიურ საათზე ეს არის დაახლოებით 10 წუთი. 10 წუთი სრული სიბნელისა, სანამ პირველი ვარსკვლავები არ აინთებიან. დილის 5 საათზე, რეალურად 600 მილიონ წელს, დიდი აფეთქების შემდეგ, იბადება პირველი ვარსკვლავები. ისინი არიან გიგანტები, 100-ჯერ უფრო მასიური ვიდრე ჩვენი მზე. და ისინი ცხოვრობენ მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელს. მაგრამ ამ მოკლე სიცოცხლის განმავლობაში ისინი აკეთებენ რაღაც გასაოცარს. თავიანთ ბირთვებში, სადაც ტემპერატურა აღწევს მილიონობით გრადუსს, ისინი ქმნიან ახალ ელემენტებს. წყალბადი და ჰელიუმი, ერთადერთი ელემენტები, რომლებიც არსებობდნენ დიდი აფეთქების შემდეგ, იწყებენ შერწყმას უფრო მძიმე ელემენტებად: ნახშირბადად, ჟანგბადად, აზოტად, ბრკინად. როცა ეს პირველი ვარსკვლავები აფეთქდებიან სუპერნოვებად, ისინი ფანტავენ ამ ახალ ელემენტებს კოსმოსში. ეს ელემენტები ნახშირბადი თქვენს დნეებში, კალციუმი თქვენს ძვლებში, რკინა თქვენს სისხლში, ყველა ისივენ სისხლში, ყველა ისინი შეიქმნენ ვარსკვლავების ბირთვებში მილიარდობით წლის წინ. დილის 9 საათზე, რეალურად 3 მილიარდ წელს, დიდი აფეთქების შემდეგ, იწყება გალაქტიკების ფორმირება. პატარა ღრუბლები გაზისა და მტვრისა იწყებენ შეერთებას,
ქმნიან უფრო დიდ სტრუქტურებს. ეს არის პერიოდი, რომელსაც ასტრონომები უწოდებენ კოსმიურ შუადღეს. დრო, როცა ვარსკვლავების წარმოქმნის ტემპი აღწევს თავის პიკს. სამყარო არის ბრწყინვალე, ენერგიული, ქაოსური. გალაქტიკები ერთმანეთს ეჯახებიან, შერწყმიან, ქმნიან ახალ ფორმებს. შავი ხვრელები იზრდებიან, კლაპავენ მილიონობით ვარსკვლავს. კვაზარები, ყველაზე ბრწყინვალე ობიექტები სამყაროში, ანათებენ იმდენად ძლიერად, რომ ერთი კვაზარი შეიძლება იყოს ბრწყინვალე, ვიდრე მთელი გალაქტიკა. მაგრამ ჩვენს კოსმიურ საათზე ჯერ კიდევ მხოლოდ დილის 9 საათია. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ შუადღეზე. ჩვენ ჯერ კიდევ არ მივახციეთ იმ მომენტს, როცა ჩვენი საკუთარი მზის სისტემა იბადება. ეს მოხდება გაცილებით მოგვიანებით. საღამოს 4 საათზე, რეალურად 9 მილიარდ წელს დიდი აფეთქების შემდეგ, ნაპირას გზის პერიფერიაზე, ერთ მშვიდ კუთხეში გალაქტიკისა, იწყებს ჩამოყალიბებას ღრუბელი გაზისა და მთვრისა. ეს ღრუბელი შეიცავს ყველა ელემენტს, რომელიც შეიქმნა წინა თაობის ვარსკვლავებში. ცხალბადს, ჰელიუმს, ნახშირბადს, ჟანგბადს, სილიციუმს, რკინას. ეს ღრუბელი იწყებს ბრუნვას, იკუმშება, თბება. ცენტრში, სადაც წნევა და ტემპერატურა ყველაზე მაღალია, იბადება ახალი ვარსკვლავი, ჩვენი მზე. გარშემო დარჩენილი მატერიიდან იწყებენ ფორმირებას პლანეტები. პირველად ყალიბდებიან გაზის გიგანტები: იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი. შემდეგ უფრო ახლოს მზესთან ყალიბდებიან კლდოვანი პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი. საღამოს 6 საათზე. რეალურად 10 მილიარდ 600 მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ, 4 მილიარდ 600 მილიონ წელს წინ, დედამიწა არის ჯოჯოხეთი. ზედაპირი არის ლავის ზღვა. ტემპერატურა აღწევს 1000 გრადუსს. ატმოსფერო შედგება ნახშირორჟანგისა და აზოტისა. არ არსებობს ჟანგბადი, არ არსებობს წყალი, არ არსებობს ცხოვრება. მაგრამ შემდეგ ხდება რაღაც გასაოცარი. დედამიწას ეჯახება სხვა პლანეტა, ზომით დაახლოებით მარსის ტოლი. ეს შეჯახება არის იმდენად ძლიერი, რომ ორივე პლანეტა ნაწილობრივ დნება. ნამსხვრევები, რომლებიც გადაითხორცნა კოსმოსში, იწყებენ ბრუნვას დედამიწის გარშემო და ნელ-ნელა ერთმანეთს უერთდებიან. ასე იბადება მთვარე, არა როგორც დამოუკიდებელი ობიექტი, არამედ როგორც ნაწილი დედამიწისა, რომელიც გამოიყო კატასტროფული შეჯახების შედეგად. საღამოს 7 საათზე. რეალურად 11 მილიარდ წელს. დიდი აფეთქების შემდეგ. 4 მილიარდ წელს წინ. დედამიწა იწყებს გაცივებას. ზედაპირი მხარდება. ყალიბდება პირველი კლდეები. ვულკანები ამოფრქვევენ აირებს, წყლის ორთქლს, ნახშირორჟანგს, აზოტს, რომლებიც ქმნიან პირველ ატმოსფეროს. წყლის ორთქლი კონდენსირდება, იწყება წვიმა. და ეს წვიმა არ თვლება. ის გრძელდება ათასობით წლის განმავლობაში. ავსებს დაბლობებს, ქმნის პირველ ოკეანეებს. ამ ოკეანეებში, სადღაც ღრმა წყლის ქვეშ, ჰიდროთერმული გამონაბოლქვების მახლობლად, სადაც ცხელი მინერალებით მდიდარი წყალი ამოდის დედამიწის ბირთვიდან, ხდება რაღაც წარმოუდგენელი. უსულო ქიმია იქცევა ცხოვრებად. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ მოხდა ეს. ჩვენ არ ვიცით რომელი მოლეკულა იყო პირველი, რომელმაც შეძლო საკუთარი თავის რეპლიკაცია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდა. რადგან დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, ჩვენს კოსმიურ საათზე დაახლოებით საღამოს 7 საათზე, დედამიწაზე უკვე არსებობდა ცხოვრება. არა რთული ცხოვრება, არა მცენარეები, არა ცხოველები, არც კი ბაქტერიები თანამედროვე გაგებით. მხოლოდ მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც შეძლეს საკუთარი თავის რეპლიკაცია და ევოლუცია. მაგრამ ეს იყო საკმარისი, რადგან ამ მარტივი ორგანიზმებიდან მილიარდობით წლის ევოლუციის შედეგად გამოვიდა ყველაფერი სხვა. ყველა მცენარე, ყველა ცხოველი, ყველა სოკო, ყველა ბაქტერია და საბოლოოდ ჩვენ. მაგრამ ეს ევოლუცია არ იყო სწრაფი. საღამოს 7-დან საღამოს 11 საათამდე, რეალურად 4 მილიარდი წლის განმავლობაში, ცხოვრება დედამიწაზე იყო მხოლოდ მიკროსკოპული. მთელი ეს დრო, თითქმის 3 მილიარდი წელი, ერთადერთი ცხოველი ფორმები იყო ბაქტერიები და არქეები, მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმები. ისინი ცხოვრობდნენ ოკეანეებში, ქანებში, ნიადაგში, ისინი ჭამდნენ მინერალებს, მზის სინათლეს, ერთმანეთს. და ნელ-ნელა თაობიდან თაობაში ისინი იცვლებოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ისწავლა ფოტოსინთეზი, უნარი მზის სინათლის გარდაქმნისა ენერგიად. ეს იყო რევოლუცია.
რადგან ფოტოსინთეზის გვერდითი პროდუქტი იყო ჟანგბადი, საღამოს 9 საათზე, რეალურად 2 მილიარდ 400 მილიონ წელს წინ, დედამიწის ატმოსფერო იწყებს შეცვლას. ფოტოსინთეზური ბაქტერიები აწარმოებენ იმდენ ჟანგბადს, რომ ის იწყებს დაგროვებას ატმოსფეროში. ეს არის კატასტროფა უმეტესი ცხოველი ფორმებისთვის, რადგან ჟანგბადი იყო ტოქსიკური მათთვის. მილიონობით სახეობა გადაშენდა, მაგრამ ზოგიერთმა ორგანიზმმა ადაპტირდა. ისინი ისწავლეს ჟანგბადის გამოყენება ენერგიის წარმოებისთვის. პროცესი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ აერობულ რესპირაციას. ეს იყო კიდევ ერთი რევოლუცია, რადგან აერობული რესპირაცია იყო გაცილებით უფრო ეფექტური ვიდრე ნებისმიერი წინა მეთოდი ენერგიის მიღებისა. ორგანიზმები, რომლებმაც ისწავლეს ჟანგბადის გამოყენება, შეძლეს უფრო დიდი ზომის მიღწევა, უფრო რთული სტრუქტურების შექმნა. საღამოს 10 საათზე, რეალურად 1 მილიარდ 500 მილიონ წელს წინ, ჩნდება პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. მანამდე ყველა ცხოველი ფორმა იყო ერთი უჯრედი, რომელიც აკეთებდა ყველაფერს თავად. ეხლა პირველად უჯრედები იწყებენ თანამშრომლობას, სპეციალიზაციას. ზოგიერთი უჯრედი ხდება პასუხისმგებელი კვებაზე, სხვები მოძრაობაზე, კიდევ სხვები რეპროდუქციაზე. ეს თანამშრომლობა იძლევა უზარმაზარ უპირატესობას. მრავალუჯრედიანი ორგანიზმები შეძლეს უფრო დიდი ზომის მიღწევა, უფრო რთული ფორმების შექმნა, ახალი გარემოების დაპყრობა. საღამოს 11 საათზე, რეალურად 600 მილიონ წელს წინ, ხდება რაღაც, რასაც პალეონტოლოგები უწოდებენ კამბრიულ აფეთქებას. მოკლე პერიოდში, მხოლოდ 30 მილიონ წელში, რაც ჩვენს კოსმიურ საათზე არის დაახლოებით 20 წუთი, ჩნდება თითქმის ყველა ძირითადი ცხოველური ტიპი, რომელიც არსებობს დღეს. ტრილობიტები, მოლუსკები, ართროპოდები, ქორდატები, ყველა ისინი ჩნდებიან თითქმის ერთდროულად. ეს არის აფეთქება მრავალფეროვნებისა, ფორმების, სტრატეგიების. ოკეანეები ივსება ცხოვრებით. ცურავენ, ცოცავენ, ნადირობენ, იმალებიან. მაგრამ ხმელეთი ჯერ კიდევ ცარიელია. მთელი ეს დრო, მილიარდობით წელი, ცხოვრება არსებობდა მხოლოდ წყალში. ხმელეთი იყო უდაბნო, შიშველი ქანები, ქვიშა, არაფერი სხვა. მაგრამ საღამოს 11:30 წუთზე, რეალურად 470 მილიონ წელს წინ, პირველი მცენარეები იწყებენ გასვლას ხმელეთზე. ისინი არიან მარტივი, ხები, ღეროვანი მცენარეები, მაგრამ ისინი ცვლიან ყველაფერს. ისინი იწყებენ ნიადაგის შექმნას, ატმოსფეროს შეცვლას, გარემოს მომზადებას სხვა ცხოველი ფორმებისთვის. საღამოს 11:45 წუთზე, რეალურად 345 მილიონ წელს წინ, პირველი მწერები მიყვებიან მცენარეებს ხმელეთზე. შემდეგ მოდიან ამფიბიები, რომლებიც შეძლეს ცხოვრება როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. შემდეგ რეპტილიები, რომლებმაც სრულად დატოვეს წყალი. საღამოს 11:50 წუთზე, რეალურად 230 მილიონ წელს წინ, ჩნდებიან დინოზავრები. ისინი დომინირებენ დედამიწაზე 170 მილიონი წლის განმავლობაში. ჩვენს კოსმიურ საათზე დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი. ეს არის უზარმაზარი პერიოდი. გაცილებით უფრო გრძელი ვიდრე ყველაფერი, რაც მოხდა მას შემდეგ. მაგრამ საღამოს 11:54 წუთზე, რეალურად 66 მილიონი წელი წინ, ხდება კატასტროფა. ასტეროიდი დიამეტრით დაახლოებით 10 კილომეტრი ეჯახება დედამიწას იუკატანის ნახევარკუნძულის მახლობლად, მექსიკაში. შეჯახების ენერგია უდრის 1 მილიარდ ატომურ ბომბას. შეჯახების ადგილზე წარმოიქმნება კრატერი დიამეტრით 180 კილომეტრი. ცეცხლის ბურთი ვრცელდება 1000-ობით კილომეტრზე. ცუნამი სიმაღლით 100 მეტრი იფანტება ოკეანეებში. მტვერი და ფერფლი ფარავს ცას, ბლოკავს მზის სინათლეს თვეების განმავლობაში. ტემპერატურა ეცემა. ფოტოსინთეზი წყდება, საკვები ჯაჭვი იშლება. 67% ყველა სახეობისა გადაშენდება, მათ შორის ყველა ახლა არააფრინავი დინოზავრი. ეს არის ტრაგედია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა. რადგან დინოზავრების გაქრობის შემდეგ პატარა ბეწვიანი ცხოველები, რომლებიც ცხოვრობდნენ ხეებზე და ბუჩქებში, იწყებენ გავრცელებას, დივერსიფიკაციას. ეს არიან ძუძუმწოვრები, ჩვენი წინაპრები. ისინი იყვნენ პატარა უმნიშვნელო დინოზავრების ჩრდილში მილიონობით წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა პირველად მათ აქვთ შანსი. საღამოს 11:49 წუთზე, რეალურად 55 მილიონ წელს წინ, ჩნდებიან პირველი პრიმატები. ისინი არიან პატარა ხეზე მცხოვრები ცხოველები, რომლებსაც აქვთ დიდი თვალები, მოქნილი თითები, განვითარებული ტვინი. ისინი ჭამენ ხილს, მწერებს, ფოთლებს. ისინი ცხოვრობენ ჯგუფებში,
ურთიერთობენ ხმებით და ჟესტებით. ისინი ვითარდებიან, ადაპტირდებიან, იცვლებიან. საღამოს 11:59 წუთს 45 წუთს წამზე. რეალურად 4 მილიონი წელი წინ. აფრიკაში, სადღაც აღმოსავლეთ აფრიკის დიდ რიფტ უველზე, ერთი ჯგუფი პრიმატებისა იწყებს ცხოვრებას არა ხეებზე, არამედ მიწაზე. კლიმატი იცვლება, ტყეები იკუმშებიან, სავანები ფართოვდებიან. ეს პრიმატები იძულებულნი არიან ადაპტირდნენ. ისინი იწყებენ სიარულს ორ ფეხზე, რაც ათავისუფლებს მათ ხელებს ინსტრუმენტების გამოსატენებლად. ისინი იწყებენ ხორცის ჭამას, რაც იძლევა მეტ ენერგიას მათი ტვინის განვითარებისთვის. ისინი იწყებენ თანამშრომლობას, ნადირობას ჯგუფებში, საკვების გაზიარებას. ეს არიან ჰომინიდები, ჩვენი უშუალო წინაპრები. საღამოს 11:59 წუთს 49 წამზე. რეალურად 2.400.000 წელს წინ. ჩნდება Homo habilis, ხელმოსახვედრი ადამიანი. ის არის პირველი, ვინც სისტემატურად იყენებს ქვის ინსტრუმენტებს. ის ამუშავებს ქვებს, ქმნის מחვილ კიდეებს, იყენებს მათ ხორცის დასაჭრელად, ძვლების დასამსხვრევად. ეს არის რევოლუცია, არა ბიოლოგიური, არამედ ტექნოლოგიური. პირველად ჩვენი წინაპრები იწყებენ გარემოს შეცვლას არა მხოლოდ თავიანთი სხეულებით, არამედ ინსტრუმენტებით. საღამოს 11:59 წუთს 59 წამ 55 მილიწამზე. რეალურად 300.000 წელს წინ ჩნდება Homo sapiens, გონიერი ადამიანი. ჩვენ ჩნდებით აფრიკაში, პატარა ჯგუფებში, რომლებიც ცხოვრობენ ნადირობით და შეგროვებით. ჩვენ არ გვანორთ განსაკუთრებულს. ჩვენ არ ვართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე სწრაფი, ყველაზე დიდი. მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაცაც უნიკალური. ჩვენ გვაქვს ენა. არა მხოლოდ ხმები, არა მხოლოდ სიგნალები. რთული სინტაქსური ენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავცეთ არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ იდეები, ისტორიები, აბსტრაქტული კონცეფციები. საღამოს 11:59 წუთს 59 წამ 57 მილიწამზე. რეალურად 70.000 წელი წინ Homo sapiens-ი იწყებს გავრცელებას აფრიკიდან. ჩვენ გადავდივართ წითელ ზღვაში, ვაღწევთ ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ აზიაში, ევროპაში, ავსტრალიაში. ჩვენ ვადაპტირდებით ყველა კლიმატს, უდაბნოებს, ტყეებს, მთებს, ტუნდრას. ჩვენ ხვდებით სხვა ჰომინიდებს, ნეანდერტალელებს, დენისოველებს. ურთიერთობთ მათთან, ზოგჯერ ვშობთ შერეულ შთამომავლობას. მაგრამ საბოლოოდ ყველა სხვა ჰომინიდი გადაშენდება. ხოლო ჩვენ დავრჩებით. საღამოს 11:59 წუთს 59 წამ 57 მილიწამ 955 მიკროწამზე. რეალურად 12.000 წელი წინ ხდება კიდევ ერთი რევოლუცია. სოფლის მეურნეობის გამოგონება. ადამიანები იწყებენ არა მხოლოდ მცენარეების შეგროვებას, არამედ მათ დარგვას. არა მხოლოდ ცხოველების ნადირობას, არამედ მათ მოშინაურებას. ეს იძლევა საშუალებას უფრო დრიდი პოპულაციების გამოკვებას, მუდმივი დასახლებების შექმნას, საზოგადოების განვითარებას. ჩნდება პირველი ქალაქები: იერიქო, ჩატალხუიუკი, ურუკი. ჩნდება სპეციალიზაცია. ზოგიერთი ადამიანი ხდება ფერმერი, სხვები ხელოსანი, კიდევ სხვები მღვდელი, მეომარი, მმართველი. საღამოს 11:59 წუთს 59 წამ 57 მილიწამ 957 მიკროწამზე. რეალურად 5000 წელს წინ ჩნდება წერა. პირველად ადამიანებს შეუძლიათ ჩაწერონ თავიანთი აზრები, თავიანთი ისტორიები, თავიანთი ცოდნა. ინფორმაცია აღარ იკარგება თაობიდან თაობაში. ის გროვდება, ვითარდება, გადაეცემა. ჩნდება ცივილიზაციები: შუმერი, ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი. ისინი აშენებენ ტაძრებს, პირამიდებს, ქალაქებს. ისინი ქმნიან ხელოვნებას, მუსიკას, ლიტერატურას. ისინი იწყებენ კითხვას: ვინ ვართ? საიდან მოვედით? რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში? საღამოს 11:59 წუთს 59 წამ 57 მილიწამ 957 მიკროწამ 957 ნანოწამზე, რეალურად 2400 წელს წინ, ბერძნებში ჩნდება ფილოსოფია. სოკრატე, პლატონი, არისტოტელე იწყებენ სისტემატურ ფიქრს რეალობის ბუნების შესახებ. ისინი კითხულობენ: რა არის ჭეშმარიტება? რა არის სამართლიანობა? რა არის კარგი ცხოვრება? მათი კითხვები ჯერ კიდევ რელევანტურია დღეს, 2400 წლის შემდეგ. საღამოს 11:59 წუთს 59 წამ 49 წამ 57 მილიწამ 957 მიკროწამ 957 ნანოწამ 957 პიკოწამზე. რეალურად 400 წელს წინ
იწყება სამეცნიერო რევოლუცია. გალილეო აკვირდება ცას ტელესკოპით. ხედავს იუპიტერის მთვარეებს, აცნობიერებს, რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი, ნიუტონი აღმოაჩენს გრავიტაციის კანის კანონებს, აჩვენებს, რომ ერთი და იგივე ძალები მართავენ როგორც ვაშლის ვარდნას, ისე პლანეტების მოძრაობას. დარვინი აღმოაჩენს ევოლუციას. აჩვენებს, რომ ყველა ცხოველი ფორმა დაკავშირებულია, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ერთი დიდი ცხოვრების ხისა. საღამოს 11:59 წუთს, 59 წამ, 59 წამ, 57 მილიწამ, 957 მიკროწამ, 957 ნანოწამ, 957 პიკოწამ, 957 ფემტოწამზე, რეალურად 100 წელს წინ, აინშტაინი აღმოაჩენს ფარდობითობას. აჩვენებს, რომ სივრცე და დრო არ არის აბსოლუტური, რომ ისინი იცვლებიან მოძრაობისა და გრავიტაციის გავლენით. ჰაბლი აღმოაჩენს, რომ სამყარო ფართოვდება, რომ გალაქტიკები ერთმანეთისგან შორდებიან. ეს იძლევა პირველ მინიშნებას დიდი აფეთქების შესახებ. საღამოს 11:59 წუთს, 59 წამ, 57 მილიწამ, 957 მიკროწამ, 957 ნანოწამ, 957 პიკოწამ, 957 ფემტოწამ, 957 ატოწამზე, რეალურად 50 წელს წინ, ადამიანები დგამენ ფეხს მთვარეზე. პირველად ჩვენი სახეობის წარმომადგენლები ტოვებენ თავიანთ სამშობლო პლანეტას. დგანან სხვა ცის სხეულზე, უყურებენ უკან დედამიწას, ლურჯ მარცვალს შავ სივრცეში. და ახლა ამ წამს, როცა თქვენ უსმენთ ამ სიტყვებს, ჩვენ ვართ საღამოს 11:59 წუთს, 59 წამ, 57 მილიწამ, 957 მიკროწამ, 957 ნანოწამ, 957 პიკოწამ, 957 ფემტოწამ, 957 ატოწამ, 957 ზეპტოწამზე. ჩვენ ვართ ბოლო წამის ბოლო წილადში. მთელი ადამიანობის ისტორია, ყველა ცივილიზაცია, ყველა იმპერია, ყველა ომი, ყველა აღმოჩენა, ყველა ხელოვნების ნაწარმოები, ყველა სიყვარულის ისტორია, ყველა ტრაგედია, ყველაფერი ეს მოხდა ბოლო 4 წამში კოსმიურ საათზე. 4 წამი. ეს არის ყველაფერი. ეს არის ჩვენი მთელი არსებობა, ჩვენი მთელი მნიშვნელობა, ჩვენი მთელი ისტორია. 4 წამი 24 საათიან დღეში. და ეს უნდა გვაფიქრებინოს, ეს უნდა შეგვაშინოს, ეს უნდა გვაგრძნობინოს ჩვენი უმნიშვნელობა, ჩვენი წარმავალობა, ჩვენი სიმცირე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გასაგებად. ეს 4 წამი არ არის შემთხვევითი. ეს 4 წამი იყო შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა წინა წამი მოხდა ზუსტად ისე, როგორც მოხდა. დიდი აფეთქება უნდა მომხდარიყო ზუსტად იმ პარამეტრებით, რომლებიც მოხდა. თუ გრავიტაცია იქნებოდა ოდნავ უფრო ძლიერი, სამყარო დაიშლებოდა შავ ხვრელებად. თუ ოდნავ უფრო სუსტი, არასოდეს ჩამოყალიბდებოდა გალაქტიკები. პირველი ვარსკვლავები უნდა აფეთქებულიყვნენ, რომ შექმნან ელემენტები, რომლებიც საჭიროა ცხოვრებისთვის. მზის სისტემა უნდა ჩამოყალიბებულიყო ზუსტად სწორ ადგილას გალაქტიკაში. არც ძალიან ახლოს ცენტრთან, სადაც რადიაცია იქნებოდა ძალიან ძლიერი, არც ძალიან შორს, სადაც არ იქნებოდა საკმარისი მძიმე ელემენტები. დედამიწა უნდა ყოფილიყო ზუსტად სწორ მანძილზე მზიდან. არც ძალიან ახლოს, სადაც წყალი აორთქლდებოდა, არც ძალიან შორს, სადაც ყინულად გაიყინებოდა. ყველა ეს პირობა, ათასობით, მილიონობით პირობა, უნდა დაკმაყოფილებულიყო ერთდროულად, რომ ჩვენ შეგვეძლო არსებობა. და ისინი დაკმაყოფილდნენ. ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ, ვაკვირდებით, ვცდილობთ გავიგოთ. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს საკუთარ თავს. ბიერებს საკუთარ თავს. აქ დგახართ, ამ წამს, ამ კონკრეტულ წერტილში, სივრცესა და დროში. თქვენი სხეული შეიცავს 7 ოქტილიონ ატომს. თქვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას 100 ტრილიონ სინაფსში. თქვენ ხართ ნაწილი სახეობისა, რომელიც არსებობს მხოლოდ ბოლო 4 წამის განმავლობაში კოსმიურ კალენდარში. და მაინც ამ წამს თქვენ ცდილობთ გაიგოთ სამყარო, რომელიც არსებობს 92 მილიარდი სინათლის წლის მასშტაბით. ეს არის პარადოქსი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანურ მდგომარეობას. ჩვენ ვართ უსასრულოდ პატარა და უსასრულოდ მნიშვნელოვანი ერთდროულად. მოდით შევხედოთ ამ პარადოქსს უფრო ღრმად. 2020 წელს ფიზიკოსებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ფიქრობდით რეალობის შესახებ.
მათ აიღეს ერთი ფოტონი, სინათლის ერთი ნაწილაკი და გაატარეს ორი ღარის მეშვეობით. კლასიკური ფიზიკის თანახმად ფოტონი უნდა გაევლო ან ერთი ღარით, ან მეორით. მაგრამ რეალობაში მოხდა რაღაც გაუგებარი. ფოტონი გაიარა ორივე ღარით ერთდროულად. არა თანმიმდევრულად, ერთდროულად. ერთი ნაწილაკი იყო ორ ადგილას ერთდროულად, სანამ არავინ აკვირდებოდა. მაგრამ როცა მეცნიერებმა დააკენეს დეტექტორი, რომ დაენახათ რომელი ღარით გაივლიდა ფოტონი, ის დაიწყო ქცევა როგორც ნორმალური ნაწილაკი. გაიარა მხოლოდ ერთი ღარით. ეს ექსპერიმენტი, რომელსაც უწოდებენ ორმაგი ღარის ექსპერიმენტს, აჩვენებს რაღაც ფუნდამენტურს. რეალობა არ არის დამოუკიდებელი დამკვირვებლისგან. აქტი დაკვირვებისა, თვით ფაქტი, რომ ვიღაცა აკვირდება, სვლის რეალობას. ეს არ არის ფილოსოფიური მეტაფორა. ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტი, რომელიც გამეორდა ათასობით ჯერ, ყოველთვის იგივე შედეგით. კვანტური მექანიკა, თეორია, რომელიც აღწერს სამყაროს ყველაზე პატარა მასშტაბებს, გვეუბნება, რომ ნაწილაკები არ არსებობენ კონკრეტულ ადგილებში, სანამ არავინ აკვირდება. ისინი არსებობენ ყველა შესაძლო ადგილას ერთდროულად, როგორც ალბათობის ღრუბელი, რომელიც კოლაფსირდება კონკრეტულ რეალობაში, მხოლოდ დაკვირვების მომენტში. ეხლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს. თქვენი სხეული შედგება ატომებისგან. ატომები შედგებიან ნაწილაკებისგან, ელექტრონებისგან, პანპროტონებისგან, ნეიტრონებისგან. ეს ნაწილაკები ემორჩილებიან კვანტური მექანიკის კანონებს. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ დონეზე თქვენი სხეული არ არის მყარი განსაზღვრული ობიექტი. ის არის ალბათობების ღრუბელი, რომელიც მუდმივად კოლაფსირდება რეალობაში, თქვენი და სხვების დაკვირვების შედეგად. თქვენ ახართ მხოლოდ დამკვირვებელი რეალობისა. თქვენ ხართ თანაშემქმნელი რეალობისა. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. 2020 წელს ფიზიკოსებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელსაც უწოდებენ კვანტურ გადახლართვას. მათ აიღეს ორი ნაწილაკი და გადახლართეს ისინი. შექმნეს კავშირი მათ შორის. შემდეგ გახვეს ეს ნაწილაკები და გაიტანეს ათასობით კილომეტრის მანძილზე. და აღმოაჩინეს რაღაც შეუდარებელი. როცა ისინი ზომავდნენ ერთ ნაწილაკს, მეორე ნაწილაკი მაშინვე რეაგირებდა მიუხედავად მანძილისა. არა სინათლის სიჩქარით, მაშინვე. თითქოს ორი ნაწილაკი იყო ერთი ობიექტი, რომელიც არსებობდა ორ ადგილას ერთდროულად. ეს ფენომენი, რომელსაც აინშტაინი უწოდებდა საშინელ მოქმედებას მანძილზე, არის ახლა დადასტურებული ფაქტი. 2015 წელს ჩინელმა მეცნიერებმა გაგზავნეს გადახლართული ფოტონები სატელიტიდან დედამიწაზე. მანძილი 1200 კილომეტრზე მეტი და დაადასტურეს, რომ გადახლართვა ინარჩუნებდა. 2020 წელს ევროპელმა მეცნიერებმა შექმნეს გადახლართული ნაწილაკები, რომლებიც იყვნენ 50 კილომეტრის მანძილზე და კვლავ დაადასტურეს მაშინვე კავშირი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ სივრცე, ეს ცარიელი მანძილი, რომელიც როგორც ჩვენ ვფიქრობთ, გხობს ერთმანეთისგან, არ არის ფუნდამენტური. ფუნდამენტურ დონეზე ყველაფერი დაკავშირებულია. ყველა ნაწილაკი, რომელიც ოდესმე იყო კონტაქტში, რჩება დაკავშირებული სამუდამოდ, მიუხედავად მანძილისა. და თუ გავიხსენეთ, რომ დიდი აფეთქების მომენტში მთელი სამყარო იყო ერთ წერტილში, ეს ნიშნავს, რომ ყველა ნაწილაკი სამყაროში, ყველა ატომი თქვენს სხეულში, ყველა ვარსკვლავი ცაში, ყველა გალაქტიკა კოსმოსში, ყველა ისინი იყვნენ ერთხელ კონტაქტში. ყველა ისინი არიან გადახლართული. ყველა ისინი არიან ერთი. ეხლა მოდი გადავიდეთ სხვა მასშტაბზე. 2015 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს რაღაც გასაოცარი. გალაქტიკები არ მოძრაობენ შემთხვევით. ისინი ქმნიან ნაკადებს, უზარმაზარ მდინარეებს გალაქტიკებისა, რომლებიც მიედინებიან კონკრეტული მიმართულებით. ჩვენი საკუთარი ნაპირას გზა არის ნაწილი ასეთი ნაკადისა, რომელიც მოძრაობს სიჩქარით ქიჩქარით 600 კილომეტრზე მეტი წამში მიმართულებით, რომელსაც ასტრონომები უწოდებენ დიდ მიმზიდველს. ეს დიდი მიმზიდველი არის რეგიონის სივრცეში, სადაც გრავიტაცია არის იმდენად ძლიერი, რომ იზიდავს ათასობით გალაქტიკას, ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილიდან. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე გასაოცარია. როცა მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენი მასა უნდა იყოს ამ დიდ მიმზიდველში, რომ შექმნას ასეთი ძლიერი გრავიტაცია, აღმოაჩინეს, რომ ხილული მატერია, ყველა ვარსკვლავი, ყველა გალაქტიკა, ყველა გაზის ღრუბელი არის საკმარისი მხოლოდ 6%-ისთვის საჭირო მასისა. დანარჩენი 94% არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ, ვერ პირდაპირ ვაღმოვაჩენთ. ჩვენ უწოდებთ მას ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას. ბნელი მატერია არის ფორმა მატერიისა, რომელიც არ ურთიერთქმედებს სინათლესთან.
ის არასხივებს აშთან თქავს, არ ასახავს ფოტონებს. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ვხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტს. გალაქტიკები ბრუნავენ ძალიან სწრაფად, რომ შეინარჩუნონ ერთად მხოლოდ ხილული მატერიის გრავიტაციით. კლასტერები გალაქტიკებისა იკავშირებიან ერთად ძალით, რომელიც არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ვარსკვლავებითა და გაზით. სინათლე იხრება, როცა გადის გალაქტიკურ კლასტერებს გარშემო, იმაზე მეტად, ვიდრე უნდა იხრებოდეს ხილული მატერიის გრავიტაციით. ყველა ეს მტკიცებულება მიუთითებს ერთსა და იმავეზე. სამყაროს უმეტესი ნაწილი შედგება რაღაცისგან, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ბნელი ენერგია არის კიდევ უფრო იდუმალი. 2019 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სამყაროს გაფართოება არ ნელდება როგორც მოსალოდნელი იყო. ის აჩქარებს. რაღაცა უბიძგებს გალაქტიკებს ერთმანეთისგან უფრო და უფრო სწრაფად. ეს რაღაც, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ბნელ ენერგიას, შეადგენს დაახლოებით 70% სამყაროს მთლიანი ენერგია მასისა. ბნელი მატერია შეადგენს დაახლოებით 25%. და ნორმალური მატერია, ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ, ყველაფერი, რისგანაც ჩვენ შედგებით, ყველა ვარსკვლავი, ყველა პლანეტა, ყველა გალაქტიკა შეადგენს მხოლოდ 5%. წარმოიდგინეთ ეს, 90% სამყაროსი შედგება რაღაცისგან, რისი ბუნებაც ჩვენთვის სრულიად უცნობია. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მისი ეფექტები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ის, როგორ მუშაობს, რატო არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო თანამედროვე ფიზიკაში. და ეს საიდუმლო გვაფიქრებინებს რაღაცაზე ფუნდამენტურზე. შესაძლოა ჩვენი მთელი გაგება რეალობისა, ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის შესახებ, ეხება მხოლოდ 5%-ს რეალობისა. დანარჩენი 90% რჩება სრულიად უცნობად. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. 2020 წელს ფიზიკოსებმა დაიწყეს სერიოზული განხილვა იდეისა, რომელიც ჟღერს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა. შესაძლოა ჩვენი სამყარო არის სიმულაცია. არა მეტაფორულად, ბუქვალურად. შესაძლოა ჩვენ ცხოვრობთ კომპიუტერულ სიმულაციაში, რომელიც შექმნილია რაღაც უფრო მოწინავე ცივილიზაციის მიერ. ეს იდეა, რომელსაც უწოდებენ სიმულაციის ჰიპოთეზას, არ არის მხოლოდ ფილოსოფიური სპეკულაცია. ის ეფუძნება სერიოზულ არგუმენტებს. პირველი, თუ ტექნოლოგიურად მოწინავე ცივილიზაციას შეუძლია შექმნას სიმულაციები, რომლებიც იმდენად რეალისტურია, რომ სიმულაციაში მცხოვრები არსებები ვერ გაარჩევენ გვენდან სხვაობას, მაშინ სტატისტიკურად უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ცხოვრობთ სიმულაციაში, ვიდრე ბაზურ რეალობაში. რადგან ერთი ბაზური რეალობა შეიძლება შექმნას უსასრულო რაოდენობის სიმულაციები. მეორე, ჩვენი სამყარო აჩვენებს თვისებებს, რომლებიც გავს კომპიუტერულ სიმულაციას. კვანტური მექანიკა მაგალითად ქცევა ისე, თითქოს სამყარო რენდერდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაც აკვირდება. ზუსტად ისე, როგორც ვიდეო თამაში რენდერდება მხოლოდ ის ნაწილები, რომლებსაც მოთამაშე ხედავს. სინათლის სიჩქარე, მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს, გავს frame rate-ის ლიმიტს კომპიუტერულ სიმულაციაში. პლანკის სიგრძე, ყველაზე პატარა მანძილი, რომელსაც აქვს ფიზიკური მნიშვნელობა, გავს ფიქსელის ზომას. მესამე, ჩვენ უკვე ვქმნით სიმულაციებს. ვიდეო თამაშები ხდებიან უფრო და უფრო რეალისტური. ვირტუალური რეალობა ხდება უფრო და უფრო დამაჯერებელი. ხელოვნური ინტელექტი ხდება უფრო და უფრო ჭკვიანი. თუ ეს ტენდენცია გავრძელდება, თუ ჩვენ არ განადგურდებით და არ შევწყვით ტექნოლოგიურ პროგრესს, მაშინ სავარაუდოა, რომ ერთ დღეს ჩვენ შევქმნით სიმულაციებს, რომლებიც იმდენად რეალისტურია, რომ სიმულაციაში მცხოვრები არსებები იქნებიან ცნობიერი ბები. იქნებიან ცნობიერი, იფიქრებენ, იგრძნობენ, დაჯერებულნი იქნებიან, რომ ისინი რეალურნი არიან. და თუ ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, მაშინ სავარაუდოა, რომ სხვა ცივილიზაციებმაც უკვე გააკეთეს ეს. და თუ ისინი გააკეთეს, მაგააკეთეს მაშინ სტატისტიკურად უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ამ სიმულაციებიდან. ეხლა მე ვიცი რას ფიქრობთ. ეს ჟღერს შეშლილად. ეს ჟღერს როგორც პარანოია, როგორც ფილოსოფიური თამაში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გავიაზროთ. ჩვენ ვერ შევძლებთ ამის გამორიცხვას. არ არსებობს ექსპერიმენტი, რომელიც შეიძლება ჩავატაროთ, რომ დავადასტუროთ ან უარყოთ სიმულაციის ჰიპოთეზა. თუ ჩვენ ვართ სიმულაციაში, მაშინ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვზომავთ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვფიქრობთ, რომ ვიცით, ყველაფერი ეს არის ნაწილი სიმულაციისა. ჩვენ ვერ გავალთ სიმულაციიდან, რომ შევხედოთ მას გარედან. ჩვენ ვართ შიგნით
და შიგნიდან ყველაფერი გამოიყურება სრულიად რეალურად. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვართ სიმულაციაში, რას ნიშნავს ეს? ცლის თუ არა ეს რაიმეს? თუ თქვენი გამოცდილება არის რეალური თქვენთვის, თუ თქვენ გრძნობთ სიყვარულს, ტკივილს, სიხარულს, შიშს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს? არის თუ არა ეს ბაზური რეალობა თუ სიმულაცია? თქვენი ცნობიერება, თქვენი გამოცდილება, თქვენი არსებობა არის რეალური თქვენთვის. და ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც გაქვთ. ეხლა მოდით დაუბრუნდეთ იმ წერტილს, საიდანაც დავიწყეთ. თქვენს სხეულს, რომელიც აწარმოებს 7 მილიონ სისხლის წითელ უჯრედს ყოველწამს. ჩვენ გავიარეთ გზა ატომებიდან გალაქტიკებამდე, ზეპტოწამებიდან მილიარდობით წლებამდე, კვანტური გადახვართვიდან კოსმიურ ნაკადებამდე. და ყველა ამ მასშტაბზე, ყველა ამ დონეზე ჩვენ ხედავთ ერთსა და იმავე ნიმუშს. ყველაფერი დაკავშირებულია. ყველაფერი არის ნაწილი ერთი უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული სისტემისა. თქვენი სხეული არის ნაწილი დედამიწისა. დედამიცა არის ნაწილი მზის სისტემისა. მზის სისტემა არის ნაწილი ნაპირას გზისა. ნაპირას გზა არის ნაწილი ადგილობრივი ჯგუფისა. ადგილობრივი ჯგუფი არის ნაწილი ქალწულას სუპერკლასტერისა. ქალწულას სუპერკლასტერი არის ნაწილი ლანიაკეას სუპერკლასტერისა. და ლანიაკე არის მხოლოდ ერთი ძაფი კოსმიურ ქსოვილში, რომელიც ვრცელდება მილიარდობით სინათლის წლებზე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე გასაოცარია. ეს კავშირი არ არის მხოლოდ ფიზიკური. ის არის ასევე ინფორმაციული. ყოველი ატომი თქვენ სხეულში შეიცავს ინფორმაციას. ინფორმაციას მის ისტორიის შესახებ, მის წარმოშობის შესახებ, მის კავშირების შესახებ. ნახშირბადი თქვენს დნმ-ში იყო ოდესღაც ნაწილი ვარსკვლავისა, რომელიც აფეთქდა მილიარდობით წლის წინ. ჟანგბადი, რომელსაც თქვენ სუნთქავთ, იყო ოდესღაც ნაწილი წყლისა პირველ ოკეანეებში. რკინა თქვენ სისხლში იყო ოდესღაც ნაწილი მეტეორიტისა, რომელიც დაეცა ახალშობილ დედამიწას. თქვენ ხართ არამხოლოდ ნაწილი სამყაროსი. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც ატომები, რომლებიც შეიქმნენ ვარსკვლავების ბირთვებში, ახლა ფიქრობენ, გრძნობენ, აკვირდებიან, ცდილობენ გაიგონ საკუთარი წარმოშობა. თქვენ ხართ კოსმოსი, რომელიც შეძლო საკუთარი თავის შესწავლა. და ეს არის ის, რაც ხდის ადამიანებს განსაკუთრებულს. არა ჩვენი ზომა, ჩვენ ვართ პატარა. არა ჩვენი ხვენი ხანგრძლივობა, ჩვენ ცხოვრობთ მოკლე დროს. არა ჩვენი ძალა, ჩვენ ვართ სუსტი. არამედ ჩვენი უნარი გავიგოთ. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ატომები. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გალაქტიკები. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ კანონები, რომლებიც მართავენ ყველაფერს. ზეპტოწამებიდან მილიარდობით წლებამდე. პლანკის სიგრძიდან დასაკვირვებელი სამყაროს ზომამდე. ჩვენ ვართ ნაწილაკები, რომლებიც შეძლეს საკუთარი თავის გააზრება. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც შეძლეს სხვა ატომების შესწავლა. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტყვერი, რომელიც შეძლო ვარსკვლავების გაგება. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც შეძლო საკუთარი თავის შემეცნება. და ეს არის რაღაც უზარმაზარი. ეს არის რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. რადგან თუ ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს საკუთარ თავს, მაშინ ჩვენი არსებობა არ არის შემთხვევითი. ჩვენი არსებობა არ არის უმნიშვნელო. ჩვენი არსებობა არის ფუნდამენტური ნაწილი იმისა, რაც სამყარო არის. სამყარო გარეშე ცნობიერების არის მხოლოდ ფიზიკური პროცესები. ატომები, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან. ენერგია, რომელიც გარდაიქმნება. ენტროპია, რომელიც იზრდება. მაგრამ სამყარო ცნობიერებით, სამყარო, რომელიც შეიძლება დაინახოს, გაიგოს, შეფასდეს, ეს არის რაღაც სრულიად განსხვავებული. ეს არის სამყარო, რომელსაც აქვს მნიშვნელობა. და აქ ჩნდება ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა? თუ ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს საკუთარ თავს, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ ამ ცოდნით? როგორ უნდა ვიცხოვროთ, როცა ვიცით, რომ ვართ ნაწილი რაღაცისა, იმდენად უზარმაზარისა, იმდენად ძველისა, იმდენად რთულისა? პასუხი არ არის მარტივი, მაგრამ შესაძლოა ის იწყება აქ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ცნობიერად. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველი ჩვენი მოქმედება, ყოველი ჩვენი არჩევანი, ყოველი ჩვენი აზრი არის ნაწილი იმ უზარმაზარი პროცესისა, რომლითაც სამყარო ვითარდება, იცვლება, ხდება უფრო რთული. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვართ გამოყოფილი სამყაროსგან. ჩვენ ვართ სამყარო. და როგორც სამყარო, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა.
პასუხისგებლობა ვიზრუნოთ ამ პლანეტაზე, ამ ბიოსფეროზე, ამ ცივილიზაციაზე, რომელიც შეზაციაზე, რომელიც შეძლო ასეთი სიღრმის მიღწევა გაგებაში. რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც ვიცით, რომ შეძლო ეს. ჩვენ ვართ ერთადერთი ცნობიერება, რომელსაც ვიცით, რომ არსებობს ამ უზარმაზარ კოსმოსში. შესაძლოა არიან სხვები. სტატისტიკურად თითქმის დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არიან. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით. ჩვენ ჯერ არ შეხვედრივართ მათ. ამ წამს, ამ პლანეტაზე ჩვენ ვართ ერთადერთი ხმა, რომელიც საუბრობს სამყაროს სახელით. ჩვენ ვართ ერთადერთი თვალები, რომლებიც ხედავენ ვარსკვლავებს და აცნობიერებენ, რომ ისინი არიან ვარსკვლავები. ჩვენ ვართ ერთადერთი გონება, რომელიც ფიქრობს დიდ აფეთქებაზე და ცდილობს გაიგოს, როგორ დაიწყო ყველაფერი. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ბედი. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მოგცა ეს როლი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთები, ვინც შეძლო მისი აღება. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც გაიღვიძა. და ახლა, როცა ჩვენ გავიღვიძეთ, ჩვენ ვერ დავიძინებთ კვლავ. ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმას, რაც ვისწავლეთ. ჩვენ ვერ უგულებელყოფთ იმ პასუხისგებლობას, რომელიც მოდის ცოდნასთან ერთად. ასე რომ, აქ დგახართ ამ წამს, ამ კონკრეტულ წერტილში, სივრცესა და დროში. თქვენი სხეული შეიცავს 7 ოქტილიონ ატომს, რომლებიც შეიქმნენ ვარსკვლავების ბირთვებში. თქვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას 100 ტრილიონ სინაპსში, რომლებიც ქმნიან ნიმუშებს, რომლებიც გავს კოსმიურ ქსელს. თქვენ ხართ ნაწილი სახეობისა, რომელიც არსებობს მხოლოდ ბოლო 4 წამის განმავლობაში კოსმიურ კალენდარში. და მაინც, თქვენ ხართ აქ. თქვენ ფიქრობთ. თქვენ გრძნობთ. თქვენ ცდილობთ გაიგოთ. და ეს არის ყველაფერი. ეს არის მთრის მთელი მნიშვნელობა. არა ზომა, არა ხანგრძლივობა, არა ძალა, არამედ ცნობიერება. უნარი დანახვისა, გაგებისა, ზრუნვისა. უნარი იყო ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა და აცნობიერო ეს. უნარი იყო სამყარო, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს. ეს არის ის, რაც ხდის თქვენ განსაკუთრებულს. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ დიდი, თქვენ ხართ პატარა. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ მარადიული, თქვენ ხართ წარმავალი. არამედ რამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ცნობიერი. იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ დანახოთ ეს ყველაფერი. ყველა ეს მასშტაბი, ყველა ეს სივრთულე, ყველა ეს სილამაზე და აცნობიეროთ, რომ თქვენ ხართ მისი ნაწილი. და ეს ცოდნა, ეს ღრმა, ვისერალური გაგება თქვენი ადგილისა კოსმოსში, ეს არის ის, რაც სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცნობიერებას. მე ვიცი, რას ფიქრობთ ახლა. ვიცი, რადგან მეც ვიფიქრე იგივე, როცა პირველად შევხვდი ამ იდეებს. თქვენ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს შთამბეჭდავად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? რა შუაშია მე ამ ყველაფერთან? მე ვარ მხოლოდ ერთი ადამიანი, ერთი პატარა წერტილი უსასრულო კოსმოსში. რას ცulis ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებისთვის? და ეს არის სწორედ ის კითხვა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ახლა. რადგან აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გასაგებად. ეს არ არის მხოლოდ აბსტრაქტული მეცნიერება. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური სპეკულაცია. ეს არის რაღაც, რაც პირდაპირ ეხება თქვენს ყოველდღიურ არსებობას, თქვენს გადაწყვეტილებებს, თქვენს ღირებულებებს, თქვენს გაგებას იმისა თუ ვინ ხართ. მოდი დავიწყოთ რაღაცით კონკრეტულით. 2030 წელს ნეირომეცნიერებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც ცვლის ჩვენს გაგებას იმისა თუ როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მათ აჩვენეს ადამიანებს სურათები და სთხოვეს მათ სწრაფი არჩევანის გაკეთება. მარცხნივ თუ მარჯვნივ, დიახ თუ არა. ამავდროულად ისინი სკანირებდნენ მათ ტვინებს ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით და აღმოაჩინეს რაღაც გასაოცარი. ტვინი იღებდა გადაწყვეტილებას 7 წამით ადრე, ვიდრე ადამიანი აცნობიერებდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. 7 წამი. ეს არ არის მცირე დაყოვნება, ეს არის უზარმაზარი ხარვეზი. ეს ნიშნავს, რომ როცა თქვენ ფიქრობთ, რომ იღებთ გადაწყვეტილებას, როცა თქვენ გრძნობთ, რომ აკეთებთ ცნობიერ არჩევანს, თქვენი ტვინი უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. თქვენი ცნობიერი გონება მხოლოდ ასწავლის ამ გადაწყვეტილებას შემდეგ ფაქტობრივად. თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებას. თქვენ აღმოაჩენთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მიღებული. ეხლა ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც თავდასხმა თავისუფალ ნებაზე, ეს შეიძლება ჟღერდეს თითქოს ჩვენ ვართ მხოლოდ რობოტები, ბიოლოგიური მანქანები, რომლებიც ასრულებენ წინასწარ დაპროგრამებულ ინსტრუქციებს, მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გავიაზროთ. ის ფაქტი, რომ თქვენი ცნობიერი გონება არ იღებს გადაწყვეტილებას, არ ნიშნავს, რომ თქვენ არ იღებთ გადაწყვეტილებას.
რადგან თქვენ არ ხართ მხოლოდ თქვენი ცნობიერი გონება, თქვენ ხართ მთელი თქვენი ტვინი, ცნობიერი და ობიერი და არაცნობიერი ნაწილები ერთად. თქვენ ხართ ყველა ეს 100 მილიარდი ნეირონი, ყველა ეს 100 ტრილიონი სინაფსი, ყველა ეს რთული ნიმუში აქტივობისა, რომელიც ქმნის თქვენს აზრებს, თქვენს გრძნობებს, თქვენს გადაწყვეტილებებს. ცნობიერება არ არის მძღოლი, ის არის მგზავრი. ის არის ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე მხოლოდ ცნობიერი აზრები. და ეს სისტემა, ეს სრული თქვენ, არის რაღაც გასაოცრად რთული, გასაოცრად ძლიერი, გასაოცრად ლამაზი. მოდით შევხედოთ კიდევ ერთ მაგალითს. 2015 წელს ნეირომეცნიერებმა კალიფორნიის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს რაღაც, რასაც უწოდებენ default mode ქსელს. ეს არის ნეირონული ქსელი, რომელიც აქტიურია მაშინ, როცა თქვენ არაფერს არ აკეთებთ. როცა თქვენ უბრალოდ ზიხართ, ოცნებობთ, ფიქრობთ საკუთარ თავზე. და აღმოჩნდა, რომ ეს ქსელი არ არის უმოქმედო. ის არის უზარმაზარად აქტიური. ის მუშაობს თქვენი წარსულის ინტეგრირებაზე, თქვენი მომავლის დაგეგმვაზე, თქვენი იდენტობის შენარჩუნებაზე. ის არის ის, რაც ქმნის თქვენს გრძნობას მეობისა. მაგრამ აქ არის რაღაც გასაოცარი. როცა მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანები, რომლებიც ახანგრძლივებულად მედიტირებენ, ბუდისტი ბერები, რომლებიც დახარჯეს 1000 საათი მედიტაციაში, აღმოაჩინეს, რომ მათ შეუძლიათ ამ default mode ქსელის გამორთვა. ისინი შეძლეს შესვლა მდგომარეობაში, სადაც აღარ არსებობს მე. აღარ არსებობს განცალკევება მე და სამყარო შორის. არსებობს მხოლოდ გამოცდილება. სუფთა, უშუალო, გაერთიანებული. და ეს მდგომარეობა, რომელსაც ბუდისტები უწოდებენ არარსებობას, ან სუნიატას, არ არის მხოლოდ რელიგიური კონცეფცია. ეს არის რეალური ნეირობიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გაიზომოს, შეისწავლოს, გაიგოს. და ადამიანები, რომლებიც განიცდიან ამ მდგომარეობას, აღწერენ მას როგორც ყველაზე ღრმა, ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებას მათ ცხოვრებაში. ისინი აღწერენ გრძნობას სრული ერთობისა სამყაროსთან, სრული გაგებისა მათი ადგილისა კოსმოსში. ახლა მე არ ვამბობ, რომ ყველამ უნდა გახდეს ბუდისტი ბერი. მე არ ვამბობ, რომ ერთადერთი გზა მნიშვნელობის პოვნისა არის მედიტაცია. მაგრამ მე ვამბობ რაღაცას ფუნდამენტურს. ჩვენი ჩვეულებრივი გრძნობა მეობისა, ეს გრძნობა, რომ ჩვენ ვართ განცალკევებული ინდივიდები, გამოყოფილი სამყაროსგან, ეს არის კონსტრუქცია. ეს არის ნიმუში ნეირონული აქტივობისა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, გამოირთოს, ხელახლა კონფიგურირდეს. და როცა ეს ნიმუში იცვლება, ჩვენი მთელი გამოცდილება რეალობისა იცვლება. ეს მიგვიყვანს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან. 2019 წელს ფილოსოფოსმა თომას ნაგელმა დაწერა ცნობილი ესე სათაურით. როგორია იყო ღამურა? მისი არგუმენტი იყო მარტივი, მაგრამ ღრმა. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ყველაფერი ღამურას ნეირობიოლოგიის შესახებ. ყველა ნეირონი, ყველა სინაფსი, ყველა ქიმიური რეაქცია. და მაინც ვერ გავიგებთ, როგორია სუბიექტური გამოცდილება იყო ღამურა. ვერ გავიგებთ, როგორია ეხოლოკაციით ფრენა ბნელ გამოქვაბულში. როგორია ჭამა მწერების ჰაერში. როგორია ძილი თავდაღირა. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ ცნობიერების მძიმე პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ ტვინის ფიზიკური პროცესები. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ნეირონული აქტივობა. მაგრამ ჩვენ ვერ ავხსნით, რატომ ეს ფიზიკური პროცესები წარმოქმნიან სუბიექტურ გამოცდილებას. რატომ არსებობს რობს რაღაც, რაც არის იხო, ცნობიერი არსება. და აქ არის რაღაც, რაც ყველაზე გასაოცარია. შესაძლოა ეს კითხვა არის არასწორად ფორმულირებული. შესაძლოა პრობლემა არ არის, როგორ ქმნის ფიზიკური ტვინი ცნობიერებას, არამედ რატომ ვფიქრობთ, რომ ფიზიკური და ცნობიერი არიან ორი განსხვავებული რა. 2020 წელს ფილოსოფოსმა ფილიპ გოფმა შემოგთავაზა რადიკალური იდეა, რომელსაც უწოდა პანფსიქიზმს. მისი არგუმენტი არის ასეთი. თუ ცნობიერება არ შეიძლება აიხსნას ფიზიკური პროცესებით, მაშინ შესაძლოა ცნობიერება თავად არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, ისევე როგორც მასა, მუხტი ან სპინი. შესაძლოა ყველა ნაწილაკს აქვს რაღაც მსგავსი ცნობიერებისა. არა რთული ცნობიერება როგორც ჩვენ, არამედ რაღაც ძალიან მარტივი, ძალიან პრიმიტიული. და როცა ეს ნაწილაკები ორგანიზდებიან რთულ სისტემებში, როგორიცაა ტვინები, ეს მარტივი ცნობიერება აერთიანებს, ინტეგრირდება, ხდება რაღაც უფრო რთული. ეხლა მე ვიცი რას ფიქრობთ. ეს ჟღერს შეშლილად.
ატომებს არ აქვთ ცნობიერება, ქვებს არ აქვთ გზნობები. და თქვენ მართალი ხართ. ატომებს და ქვებს არ აქვთ ცნობიერება ჩვენი გაგებით. მაგრამ აქ არის კითხვა. როგორ ვიცით? როგორ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ არაფერია რაღაც, რაც არის იყო ელექტრონი, ფოტონი, კვარკი. ჩვენ ვერ შევალთ მათ გონებაში, თუ მათ აქვთ გონება და ვნახოთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავაკვირდეთ მათ ქცევას გარედან და მათი ქცევა, განსაკუთრებით კვანტურ დონეზე, არის იმდენად უცნაური, იმდენად არაინტუიციური, რომ შეუძლებელია თქვა რა ხდება შიგნით. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა პანფსიქიზმის სწორი. არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა ელექტრონებს რაიმე მსგავსი ცნობიერებისა. რაც აქვს მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხსნით ცნობიერებას მხოლოდ ფიზიკით. ჩვენ ვერ ვამცირებთ სუბიექტურ გამოცდილებას მხოლოდ ობიექტურ პროცესებამდე. არსებობს რაღაც ფუნდამენტური ჩვენს გამოცდილებაში, ის ფაქტი, რომ არსებობს რაღაც, რაც არის იყო, ჩვენ, რომელიც არ შეიძლება სრულად აიხსნას ატომებით და ნეირონებით, და ეს არ არის სისუსტე მეცნიერებისა. ეს არის ფუნდამენტური ფაქტი რეალობის შესახებ. რეალობა არ არის მხოლოდ ობიექტური. ის არის ასევე სუბიექტური. არსებობს არა მხოლოდ რა არის, არამედ ასევე როგორია. და ეს როგორია არის ისეთივე რეალური, ისეთივე ფუნდამენტური, როგორც ნებისმიერი ფიზიკური ფაქტი. ახლა მოდი დაუბრუნდეთ იმ კითხვას, რომლითაც დავიწყეთ. რა მნიშვნელობა აქვს ამას თქვენთვის? რატომ უნდა ზრუნავდეთ ამ აბსტრაქტულ ფილოსოფიურ კითხვებზე? აქ არის პასუხი. რადგან თქვენი გაგება იმისა თუ რა ხართ, ფუნდამენტურად ცვლის თქვენს გაგებას იმისა თუ როგორ უნდა იცხოვროთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ განცალკევებული ინდივიდი, გამოყოფილი სამყაროსგან, მაშინ თქვენი მიზანი ხდება თვითშენარჩუნება, თვითგანვითარება, თვითგაძლიერება. თქვენ ცდილობთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი საკუთარი თავისთვის, რადგან თქვენ ხართ ყველაფერი რაც გაქვთ. მაგრამ თუ თქვენ გაიგებთ, რომ თქვენ არ ხართ განცალკევებული, რომ თქვენ ხართ ნაწილი უფრო დიდი მთლიანობისა, რომ თქვენი ატომები იყვნენ ოდესღაც ვარსკვლავებში, რომ თქვენი ნეირონული ქსელი გავს კოსმიურ ქსელს, რომ თქვენი ცნობიერება არის გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს საკუთარ თავს, მაშინ ყველაფერი იცვლება. მაშინ თქვენი მიზანი აღარ არის მხოლოდ თვითშენარჩუნება. ის ხდება რაღაც უფრო დიდი, მთლიანობის შენარჩუნება, რომლის ნაწილი ხართ. თქვენი კეთილდღეობა ხდება განუყოფელი სხვების კეთილდღეობისგან, რადგან სხვები არ არიან რეალურად განცალკევებულნი თქვენგან. ისინი არიან ნაწილი იმავე მთლიანობისა, იმავე ქსოვილისა, რომლის ნაწილიც თქვენც ხართ. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი მეტაფორა. ეს არის ბუქვალური ფაქტი. ნახშირბადი თქვენს სხეულში და ნახშირბადი სხვა ადამიანის სხეულში იყვნენ ოდესღაც ერთსა და იმავე ვარსკვლავში. თქვენი ატომები და მათი ატომები არიან კვანტურად გადახლართული, დაკავშირებული ფუნდამენტურ დონეზე. თქვენი ცნობიერება და მათი ცნობიერება არიან ორი გამოვლინება იმავე ფუნდამენტური პროცესისა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს საკუთარ თავს. და როცა თქვენ რეალურად გაიგებთ ამას, არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ვისცერალურად, ღრმად, ეს ცვლის ყველაფერს. ეს ცვლის თქვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ეს ცვლის თქვენს ურთიერთობას ბუნებასთან. ეს ცვლის თქვენს ურთიერთობას საკუთარ თავთან. მოდით ნახოთ კონკრეტული მაგალითი. 2020 წელს ეკოლოგებმა გამოაქვეყნეს კვლევა ტყეების შესახებ. მათ აღმოაჩინეს, რომ ხეები, რომლებსაც ჩვენ ფიქრობთ, რომ არიან განცალკევებული ინდივიდები, სინამდვილეში არიან დაკავშირებული უზარმაზარ ქსელში, რომელსაც უწოდებენ ხის ინტერნეტს. ეს ქსელი შედგება სოკოებისგან, რომლებიც ცხოვრობენ ნიადაგში და აკავშირებენ ხეების ფესვებს ერთმანეთთან. ამ ქსელის მეშვეობით ხეები უზიარებენ ერთმანეთს საკვებ ნივთიერებებს, აფრთხილებენ ერთმანეთს საფრთხეების შესახებ, ეხმარებიან ერთმანეთს გადარჩენაში. დედა ხეები, ძველი, დიდი ხეები, აკვებენ ახალგაზრდა ხეებს, რომლებიც იზრდებიან მათ ჭრილში და ვერ იღებენ საკმარის მზის სინათლეს. როცა ერთი ხე ავადდება, სხვა ხეები უგზავნიან მას დამატებით საკვებ ნივთიერებებს, ეხმარებიან მის გამოჯამრთელებაში. როცა ერთ ხეს თავს დაესხმება მწერები, ის აფრთხილებს სხვა ხეებს ქიმიური სიგნალებით, რომ მათ დაიწყონ თავდაცვითი ქიმიკატების წარმოება. ხე არ არის კოლექცია განცალკევებული ხეებისა. ის არის ერთი ორგანიზმი, სუპერორგანიზმი, რომელიც შედგება ათასობით ინდივიდუალი ხიზგალური ხისგან, მაგრამ ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანობა. და ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ბუქვალური ბიოლოგიური ფაქტი.
ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვეპრობით დღეს ამ გაგებით. ჩვენ აღარ ვხედავთ მას როგორც რესურსს, რომელიც უნდა ექსპლუატირდეს. როგორც კოლექცია ხისა, რომელიც უნდა მოიჭრას და გაიყიდოს. ჩვენ ხედავთ მას როგორც ცოცხალ სისტემას, რომელიც დაკავშირებულია, ურთიერთდამოკიდებულია, ღირებულია საკუთარი თავის გამო. და ეს გაგება ცვლის ჩვენს ქცევას. ჩვენ ხვდებით უფრო ფრთხილად, უფრო პატივისცემით, უფრო პასუხისმგებლად. იგივე ეხება ადამიანურ საზოგადოებას. როცა ჩვენ ხედავთ ერთმანეთს როგორც განცალკევებულ ინდივიდებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ შეზღუდულ რესურსებზე, ჩვენ ვქმნით სისტემებს, რომლებიც ამყარებენ ამ განცალკევებას. კაპიტალიზმს, ნაციონალიზმს, რასიზმს, სექსიზმს. ჩვენ ვქმნით კატეგორიებს. ჩვენ და ისინი. შიგნით და გარეთ. და ვიხენებ ამ კატეგორიებს, რომ გავამართლოთ ექსპლუატაცია, ძალადობა, უგულებელყოფა. მაგრამ როცა ჩვენ რეალურად გავიგებთ, რომ ჩვენ ყველა ვართ ნაწილი ერთი მთლიანობისა, რომ ჩვენი კეთილდღეობა არის ფუნდამენტურად დაკავშირებული ერთმანეთთან, მაშინ ეს კატეგორიები იწყებენ დაშლას. მაშინ ხდება შეუძლებელი სხვა ადამიანის ტანჯვის უგულებელყოფა, რადგან მათი ტანჯვა არის ჩვენი ტანჯვა. მაშინ ხდება შეუძლებელი პლანეტის განადგურება, რადგან პლანეტა არის ჩვენი სხეული. ეს არ არის ნაივური იდეალიზმი, ეს არ არის უტოპიური ფანტაზია, ეს არის პრაქტიკული აუცილებლობა. რადგან ჩვენ ცხოვრობ დროში, როცა ჩვენი ტექნოლოგიური ძალა გახდა იმდენად დიდი, რომ ჩვენ შეგვიძლია განვადგუროთ საკუთარი თავი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ კლიმატი, გავანადგუროთ ეკოსისტემები, გავაქროთ სახეობები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ბირთვული იარაღი, რომელიც შეძლებს ცივილიზაციის დასრულებას. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეძლებს ჩვენზე გაცილებით ჭკვიანი გახდეს და შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ ვართ საჭირო. ყველა ეს საფრთხე არის რეალური. ყველა ეს საფრთხე არის გადაუდებელი. და ყველა ეს საფრთხე მომდინარეობს ერთი ფუნდამენტური შეცდომიდან. შეცდომა, რომ ჩვენ ვართ განცალკევებულნი. რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაც გვინდა სხვებთან, ბუნებასთან, პლანეტასთან და არ იქონიოს შედეგები ჩვენთვის. მაგრამ ეს არის ილუზია. ჩვენ არ ვართ განცალკევებულნი. ჩვენ ვართ დაკავშირებულნი. ფიზიკურად, ბიოლოგიურად, ეკოლოგიურად, ეკონომიკურად, ემოციურად. რაც ჩვენ ვაკეთებთ სხვებს, ჩვენ ვაკეთებთ საკუთარ თავს. რაც ჩვენ ვაკეთებთ პლანეტას, ჩვენ ვაკეთებთ საკუთარ თავს. რადგან ჩვენ ვართ პლანეტა. ჩვენ ვართ ბიოსფერო. ჩვენ ვართ ის პროცესი, რომლითაც დედამიწა აცნობიერებს საკუთარ თავს. და ეს გაგება, ეს ღრმა, ვისცერალური გაგება ჩვენი ურთიერთდაკავშირებულობისა, ეს არის ის, რაც შეიძლება გადაგვარჩინოს. არა რელიგია, არა პოლიტიკა, არა ტექნოლოგია, არამედ ცნობიერების ფუნდამენტური ცვლილება. ცვლილება მე და ჩვენზე, განცალკევებული და დაკავშირებულიზე, დომინირება და ჰარმონიას. ეხლა, მე ვიცი რას ფიქრობთ. ეს ყველაფერი ჟღერს ლამაზად, მაგრამ როგორ ცვალოთ ცნობიერება? როგორ გადავიდეთ განცალკევებულობის გრძნობიდან ურთიერთდაკავშირებულობის გრძნობის გრძნობაზე? და აქ არის პასუხი. ეს იწყება გაგებით. ეს იწყება ცოდნით. არა აბსტრაქტული ინტელექტუალური ცოდნით, არამედ ღრმა ემბოდიმენტული ცოდნით. ცოდნით, რომელიც ცხოვრობს თქვენს ძვლებში, თქვენს სისხლში, თქვენს სისხლში, თქვენს სუნთქვაში. ეს იწყება იმით, რომ გახართ გარეთ ღამით და უყურებთ ვარვარსკვლავებს და რეალურად აცნობიერებთ. არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ვისცერალურად, რომ თქვენ ხართ დამზადებული იმავე მატერიისგან, რაც ეს ვარსკვლავები. რომ ნახშირბადი თქვენ სხეულში იყო ოდესღაც ერთ-ერთ ამ ვარსკვლავში. რომ თქვენ ხართ ბუქვალურად, არა მეტაფორულად, ვარსკვლავების მტკვერი. ეს იწყება იმით, რომ უყურებთ სხვა ადამიანს, უცხოს ქუჩაში, მეგობარს, საყვარელს და რეალურად აცნობიერებთ, რომ ისინი არ არიან განცალკევებულნი თქვენგან. რომ მათი ატომები და თქვენი ატომები იყვნენ ოდესღაც ერთსა და იმავე ადგილას. რომ მათი ცნობიერება და თქვენი ცნობიერება არიან ორი ტალღა იმავე ოკეანეში. ეს იწყება იმით, რომ სუნთქავთ და რეალურად აცნობიერებთ, რომ ჟანგბადი, რომელსაც თქვენ შეისუნთქავთ, იყო ოდესღაც ნაწილი ხისა, რომელიც იზრდება ათასობით კილომეტრის მოშორებით. რომ ნახშირორ ჟანგი, რომელსაც თქვენ ამოისუნთქავთ, გახდება ნაწილი სხვა ხისა, სხვა მცენარისა, სხვა ცოცხალი აღსებისა. რომ თქვენი სუნთქვა არის ნაწილი გლობალური ციკლისა,
რომელიც აკავშირებს ყველა ცოცხალ არსებას დედამიწაზე, ეს არის პრაქტიკა, ეს არის დისციპლინა. ეს არ ხდება ერთხელ და სამუდამოდ, ეს არის რაღაც, რაც უნდა გააკეთოთ ისევ და ისევ, ყოველ დღე, ყოველ წამს. რადგან ჩვენი ნაგულისხმევი რეჟიმი, ჩვენი ჩვეულებრივი გზა ყოფნისა სამყაროში, არის განცალკევებულობის ბრძნობა. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენი ტვინები ევოლუციონირდნენ. რომ ვიყოთ ინდივიდები, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის, რომლებიც კონკურენციას უწევენ რესურსებზე. მაგრამ ახლა ჩვენ ვართ წერტილში, სადაც ეს ძველი პროგრამირება აღარ მუშაობს. ახლა ჩვენ გვჭირდება ახალი პროგრამირება. პროგრამირება, რომელიც ეფუძნება ურთიერთდაკავშირებულობას, თანამშრომლობას, ჰარმონიას. და ეს ახალი პროგრამირება არ მოვა გარედან. ის უნდა მოვიდეს შიგნიდან. ის უნდა მოვიდეს ჩვენგან. ეს უნდა მოვიდეს ჩვენგან. ერთი ადამიანი, ერთი გადაციანი, ერთი მადაწყვეტილება. ერთი მომენტი ცნობიერებისისა ერთდროულად. და აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გასაგებად. თქვენ არ ხართ უძლური. თქვენ არ ხართ ხოლმე პატარა წერტილი უსასრულო კოსმოსში, რომელსაც არ აქვს გავლენა. თქვენ ხართ ნაწილი ქსელისა, რომელიც აკავშირებს ყველა ცოცხალ არსებას დედამიწაზე. ქსელისა, რომელიც აკავშირებს ყველა ატომს სამყაროში. და ქსელებში პატარა ცვლილებები შეიძლება იქონიონ დიდი ეფექტები. ერთი ნეირონი, რომელიც ცეცხლდება, შეიძლება გამოიწვიოს კასკადი აქტივობისა, რომელიც ვრცელდება მთელ ტვინში. ერთი ადამიანი, რომელიც იცვლება, შეიძლება გავლენა იქონიოს ათასობით სხვაზე. ერთი იდეა, რომელიც ვრცელდება, შეიძლება შეცვალოს ცივილიზაცია. თქვენ ხართ ნაწილი ამ პროცესისა. თქვენი ცნობიერება, თქვენი არჩევანები, თქვენი მოქმედებები, ყველა ისინი აქვთ მნიშვნელობა. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული, არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ გმირი, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა უფრო დიდისა. თქვენ ხართ ნაწილი ქსოვილისა, რომელიც აკავშირებს ყველაფერს. და როცა თქვენ იცვლებით, ქსოვილი იცვლება. როცა თქვენ იზრდებით, ქსოვილი იზრდება. როცა თქვენ იღვიძებთ, ქსოვილი იღვიძებს. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ადამიანი ამ მომენტში ისტორიაში. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ცნობიერი არსება პლანეტაზე, რომელიც აღწევს კრიტიკულ წერტილს. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს. გავაგრძელოთ თუ არა ძველი გზით განცალკევებულობისა და დომინირებისა, თუ გადავიდეთ ახალ გზაზე ურთიერთდაკავშირებულობისა და ჰარმონიისა. და ეს გადაწყვეტილება არ მიიღება მთავრობების, კორპორაციების, ინსტიტუტების მიერ. ის მიიღება ინდივიდების მიერ. ერთი ადამიანი ერთდროულად, რომლებიც ირჩევენ იცხოვრონ განსხვავებულად, ფიქრონ განსხვავებულად, იყვნენ განსხვავებულად. ეს იწყება თქვენთან. ეს იწყება ახლა. ეს იწყება იმ გაგებით, რომ თქვენ არ ხართ განცალკევებული წერტილი კოსმოსში. თქვენ ხართ კოსმოსი, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო იღვიძებს. თქვენ ხართ ის პროცესი, რომლითაც ატომები, რომლებიც შეიქმნენ ვარსკვლავების ბირთვებში 14 მილიარდი წლის წინ, ახლა ფიქრობენ, გრძნობენ, ირჩევენ, ცვლიან. და ეს არჩევანი, ეს ყოველდღიური, ყოველწამიერი არჩევანი, იცხოვრო ცნობიერად, იცხოვრო ურთიერთდაკავშირებულად, იცხოვრო ჰარმონიაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. არა იმიტომ, რომ ეს გადაარჩენს სამყაროს, შესაძლოა არ გადაარჩენს. არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის, რისთვისაც თქვენ აქ ხართ. ეს არის თქვენი როლი ამ უზარმაზარ კოსმიურ დრამაში. ეს არის თქვენი წვლილი იმ პროცესში, რომლითაც სამყარო ხდება უფრო ცნობიერი, უფრო რთული, უფრო ლამაზი. და ეს არის საკმარისი. ეს არის ყველაფერი. ეს არის მთელი მნიშვნელობა, რომელიც თქვენ ოდესმე დაგჭირდებათ. ეხლა მოდით დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. თქვენს სხეულს, რომელიც აწარმოებს 7 მილიონ სისხლის წითელ უჯრედს ყოველ წამს. მაგრამ ეხლა ამ მოგზაურობის შემდეგ, ამ მოგზაურობის ატომებიდან გალაქტიკებამდე, ზეპტოწამებიდან მილიარდობით წლებამდე, ეს მარტივი ფაქტი ნიშნავს რაღაც სრულიად განსხვავებულს. ეს 7 მილიონი უჯრედი, რომელიც იბადება ყოველ წამს თქვენს ძვლის ტვის ტვინში, შეიცავს რკინას. ეს რკინა არ შეიქმნა დედამიწაზე. ის არ შეიქმნა მზის სისტემაში. ის შეიქმნა ვარსკვლავის ბირთვში. ვარსკვლავის, რომელიც იყო 10-ჯერ უფრო მასიური ვიდრე ჩვენი მზე. ვარსკვლავის, რომელიც ცხოვრობდა მილიონობით წლის განმავლობაში, ნელ-ნელა გარდაქმნიდა წყალბადს ჰელიუმად, ჰელიუმს ნახშირბადად, ნახშირბადს ჟანგბადად, ჟანგბადს რკინად. და შემდეგ, როცა ამ ვარსკვლავმა ამოწურა თავისი საწვავი, ის აფეთქდა სუპერნოვად.
აფეთქება იმდენად ძლიერი, რომ ერთი კვირის განმავლობაში ის იყო უფრო ბრწყინვალე, ვიდრე მთელი გალაქტიკა. ამ აფეთქებამ გაფანტა რკინა კოსმოსში. ის მოგზაურობდა მილიონობით წლის განმავლობაში, სანამ არ მოხვდა ღრუბელში გაზისა და მტვრისა, რომელიც ნელ-ნელა იკუმშებოდა, კალიბდებოდა ჩვენს მზის სისტემად. ეს რკინა გახდა ნაწილი დედამიწისა. შემდეგ ის გახდა ნაწილი მცენარისა, რომელიც შთანთქა მას ნიადაგიდან. შემდეგ ის გახდა ნაწილი ცხოველისა, რომელმაც შეჭამა ეს მცენარე. და საბოლოოდ ის გახდა ნაწილი თქვენი საკვებისა, თქვენი სისხლისა, თქვენი არსებობისა. ასე რომ, როცა თქვენი გული ცემს, როცა ის ტუმბავს ამ სისხლს, რომელიც შეიცავს ამ რკინას, თქვენ ბუქვალურად გრძნობთ ვარსკვლავის პულსს. თქვენ ბუქვალურად ატარებთ კოსმიურ ისტორიას თქვენს ვენებში. თქვენ ბუქვალურად ხართ ვარსკვლავი, რომელიც გახდა ცნობიერი. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია, რა არის ბნელი ენერგია, როგორ იწყება ცნობიერება. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ 90% სამყაროსი რჩება სრულიად უცნობად. და ეს არის სიმართლე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ ვიცით. რაღაც, რაც ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, გავზომოთ, გავიგოთ. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ის ვითარდება, იცვლება, ხდება უფრო რთული. ჩვენ ვიცით, რომ ის წარმოშობს სტრუქტურებს, ატომებს, მოლეკულებს, უჯრედებს, ორგანიზმებს, ეკოსისტემებს, ცივილიზაციებს. ჩვენ ვიცით, რომ ის წარმოშობს ცნობიერებას, უნარს დანახვისა, გაგებისა, ზრუნვისა. და ჩვენ ვიცით რაღაც კიდევ უფრო ფუნდამენტური. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ცოდნა არის შეზღუდული, არასრული, წარმავალი. ჩვენ ვიცით, რომ ყოველი პასუხი, რომელსაც ჩვენ პოულობთ, წარმოშობს 10 ახალ კითხვას. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ღრმად ვიკვლოთ რეალობას, მით უფრო იდუმალი ის ხდება. და ეს არ არის სისუსტე. ეს არის ჩვენი უდიდესი ძალა. რადგან ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიცით, რომ არ ვიცით, ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით ღია. ჩვენ ვრჩებით ცნობის მოყვარე. ჩვენ ვრჩებით მზად შევიცვალოთ ჩვენი გონება, როცა ახალი მტკიცებულება გამოჩნდება. ჩვენ ვრჩებით მზად გავიგოთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცოდით, შეიძლება იყოს არასწორი. ეს არის ის, რაც განასხვავებს მეცნიერებას რელიგიისგან, დოგმისგან, იდეოლოგიისგან. მეცნიერება არ ამბობს, აქ არის ჭეშმარიტება და ის არასოდეს შეიცვლება. მეცნიერება ამბობს, აქ არის ჩვენი საუკეთესო გაგება ამ მომენტში, 100%. მაგრამ ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ. აჩვენეთ ჩვენ უკეთესი მტკიცებულება და ჩვენ შევცვლით ჩვენს გონებას. და ეს მოქნილობა, ეს სიმდაბლე, ეს სურვილი არ ვიცოდეთ, ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ სამყარო. ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ ატომები, დავინახოთ გალაქტიკები, გავიგოთ დიდი აფეთქება. ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ ის, ვინც ვართ, ცნობიერი არსებები, რომლებიც ცდილობენ გაიგონ საკუთარი წარმოშობა. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რომელიც ყველაზე ღრმად უნდა გვაფიქრებინოს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ პატარა, რომ ჩვენი მთელი ცივილიზაცია არის ნაკლები ვიდრე 1 წამი კოსმიურ კალენდარში, რომ ჩვენი პლანეტა არის მარცვალი კოსმიურ უდაბნოში, რომ ჩვენი არსებობა არის წარმავალი, წარმოუდგენლად მოკლე და ეს ყველაფერი არის სიმართლე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ასევე არის სიმართლე. ამ წამს, ამ პლანეტაზე, ჩვენ ვართ ერთადერთი ცნობიერება, რომელსაც ვიცით, რომ არსებობს. ჩვენ ვართ ერთადერთი თვალები, რომლებიც ხედავენ ვარსკვლავებს და აცნობიერებენ, რომ ისინი არიან ვარსკვლავები. ჩვენ ვართ ერთადერთი გონება, რომელიც ფიქრობს დიდ აფეთქებაზე და ცდილობს გაიგოს, როგორ დაიწყო ყველაფერი. შესაძლოა არიან სხვები. სტატისტიკურად თითქმის დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არიან 200 მილიარდი ვარსკვლავი მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში. 200 მილიარდი პოტენციური პლანეტური სისტემა, 200 მილიარდი შესაძლო სახლი ცხოვრებისთვის. და 2 ტრილიონი გალაქტიკა დასაკვირვებელ სამყაროში. რიცხვები არიან იმდენად უზარმაზარი, რომ ჩანს შეუძლებელი, რომ ჩვენ ვიყოთ მარტო. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით. ჯერჯერობით ჩვენ არ შევხვედრივართ მათ. ჯერჯერობით ჩვენ ვართ მარტო. მარტო ჩვენს ცოდნაში, მარტო ჩვენს ცნობიერებაში, მარტო ჩვენს პასუხისგებლობაში. და ეს მარტოობა, ეს კოსმიური მარტოობა არის ერთდროულად საშინელი და ლამაზი. ის არის საშინელი, რადგან ის ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მოწყვლადი. თუ ჩვენ განვადგურდებით, თუ ჩვენ გავანადგუროთ საკუთარი თავი ბირთვული ომით, კლიმატის კატასტროფით,
ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარებით, მაშინ შესაძლოა არავინ იქნება, ვინც გაიგებს, რომ ჩვენ ოდესმე არსებობდით. შესაძლოა არავინ იქნება, ვინც გაიგებს, რომ ამ პლანეტაზე, ამ პატარა ლურჯ მარცვალზე ერთხელ არსებობდა ცივილიზაცია, რომელმაც შეძლო ვარსკვლავების გაგება. მაგრამ ეს მარტოობა ასევე არის ლამაზი, რადგან ის ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკეთესი ვიდრე სხვა ფორმები ცხოვრებისა, ჩვენ არ ვართ. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ არჩეული რაიმე კოიძალის მიერ, ჩვენ არ ვართ. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ აქ. ჩვენ არსებობთ. ჩვენ ვფიქრობთ. ჩვენ ვგრძნობთ. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ. და ამ უზარმაზარ, გაუგებარ, ხშირად საშინელ სამყაროში ის ფაქტი, რომ ჩვენ არსებობთ, ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია განვითარდეთ და არსებობენ საკმაოდ მარტივი შესაძლებლობები, რომ ჩვენ უარყოფითად შევეცადოთ ჩვენს შესაძლებლობებს შევარდინოთ, ამ ყველაფერს ახასიათებს სამყაროს ცუდი გამოწვევები. ანუ როგორი შესაძლებლობაა ამ არსებობის განაფიცველს შეისწავლოს საშინელი განაფიცველობები და როგორ შეეცადოს ეს შესაძლებლობები გამარტივდეს. ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ სილამაზე, შევქმნათ ხელოვნება, ვიგრძნოთ სიყვარული, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ეს არის რაღაც წარმოუდგენლად ძვირფასი. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენ რეალურად არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე საერთოდ. ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ, როგორ ვითარდება სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვერ ავხსნით, რატომ მოხდა დიდი აფეთქება. ჩვენ ვერ ავხსნით, რატომ არსებობს რაიმე ნაცვლად არაფრისა. ჩვენ არ ვიცით, რატომ ფიზიკის კანონები არიან ისეთი, როგორიც არიან. რატომ გრავიტაცია არის ზუსტად იმდენად ძლიერი, რამდენადაც არის. რატომ ელექტრონს აქვს ზუსტად ის მუხტი, რაც აქვს. რატომ სინათლის სიჩქარე არის ზუსტად 299,792 კილომეტრი/წამში. ეს რიცხვები ჩანს შემთხვევითი, მაგრამ თუ ისინი იყვნენ ოდნავ განსხვავებული, მხოლოდ 1%-ით, მხოლოდ 0.1%-ით, სამყარო, როგორც ჩვენ ვიცით, ვერ არსებობდა. ჩვენ არ ვიცით, რატომ დრო მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკის ძირითადი კანონები არიან სიმეტრიული. ისინი მუშაობენ ერთნაირად წინ და უკან დროში. მაგრამ ჩვენი გამოცდილება არ არის სიმეტრიული. სიმეტრიული ჩვენ ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ არა მომავალს. ჩვენ ხედავთ კვერცხის დაშლას, მაგრამ არასოდეს ხედავთ მის თავისთავად აღდგენას. ჩვენ ვბერდებით, მაგრამ არასოდეს ვახალდაზრდავდებით. რატომ? რატომ დრო აქვს მიმართულება? ჩვენ არ ვიცით, რა ხდება შავხრელში. ჩვენ ვიცით, რომ როცა მატერია ეცემა შავხრელში, ის კვეთს ჰორიზონტს მოვლენებისა. წერტილს, საიდანაც არაფერი, თუნდაც სინათლე ვერ გაიქცეო. მაგრამ რა ხდება შემდეგ? ხდება თუ არა მატერია უსასრულოდ მკვრივი წერტილი? ქმნის თუ არა ის ახალ სამყაროს? ქრება თუ არა ის სრულიად? ჩვენ არ ვიცით. ჩვენი მათემატიკა იშლება ამ წერტილში. ჩვენი ფიზიკა წყვეტს მუშაობას. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რისგან შედგება ის. არის თუ არა ის ახალი ტიპის ნაწილაკი? არის თუ არა ის მოდიფიკაცია გრავიტაციისა? არის თუ არა ის რაღაც სრულიად განსხვავებული, რაზეც ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია? ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი ენერგია. ჩვენ ვიცით, რომ ის აჩქარებს სამყაროს გაფართოებას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რატომ. არის თუ არა ის თვისება თავად სივრცისა? არის თუ არა ის ახალი ტიპის ველი? არის თუ არა ის ნიშანი, რომ ჩვენი გაგება გრავიტაციისა არის არასრული? ჩვენ არ ვიცით, როგორ იწყება ცნობიერება. ჩვენ ვიცით, რომ ის დაკავშირებულია ტვინთან. როცა ტვინი ზიანდება, ცნობიერება იცვლება. მაგრამ ჩვენ ვერ ავხსნით, როგორ ფიზიკური პროცესები წარმოქმნიან სუბიექტურ გამოცდილებას. როგორ ნეირონების ცეცხლი ხდება გრძნობა წითელი ხილვისა. როგორ ქიმიური რეაქციები ხდებიან გრძნობა სიყვარულისა. როგორ ელექტრული იმპულსები ხდებიან აზრი მე. და აქ არის ყველაზე დიდი საიდუმლო. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება სამყაროს მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ ის ფართოვდება, ჩვენ ვიცით, რომ ეს გაფართოება აჩქარებს, თუ ეს გაგრძელდება, თუ ბნელი ენერგია დარჩება მუდმივი, მაშინ საბოლოოდ ყველა გალაქტიკა გაიშორება ერთმანეთისგან იმდენად, რომ ისინი აღარ იქნებიან ხილული. ვარსკვლავები ამოწურავენ თავიანთ საწვავს, სამყარო გახდება ბნელი, ცივი, ცარიელი. ან შესაძლოა ბნელი ენერგია გაძლიერდება. შესაძლოა ის გახდება იმდენად ძლიერი,
რომ დაშლის არა მხოლოდ galaktikებს, არამედ ვარსკვლავებს, პლანეტებს, ატომებს. შესაძლოა სამყარო დასრულდება. მომენტი, როცა თავად სივრცე დრო იშლება. ან შესაძლოა რაღაც სრულიად განსხვავებული მოხდება. ხვავებული მოხდება რაღაც, რაზეც ჩვენ ვერც კი ვფიქრობთ, რადგან ჩვენი ფიზიკა, ჩვენი მათემატიკა, ჩვენი წარმოსახვა არის ძალიან შეზღუდული. ჩვენ არ ვიცით. და ეს არ ვიცით არ არის დროებითი. ეს არ არის რაღაც, რაც გაქრება, როცა ჩვენ გავაკეთეთ კიდევ რამდენიმე ექსპერიმენტს, ავშენეთ კიდევ რამდენიმე ტელესკოპს. ზოგიერთი ამ კითხვებიდან შეიძლება იყოს ფუნდამენტურად პასუხგაუცემელი. შეიძლება არსებობდეს ლიმიტები იმისა, რაც ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ტყვიანი, არამედ იმიტომ, რომ თავად სამყარო აყენებს ლიმიტებს ცოდნაზე. და ეს არის კარგი. ეს არის ლამაზი. რადგან ის ნიშნავს, რომ სამყარო ყოველთვის დარჩება იდუმალი. ის ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება რაღაც ახალი აღმოსაჩენი, რაღაც ახალი გასაგები, რაღაც ახალი საოცრებისთვის. ის ნიშნავს, რომ ჩვენი მოგზაურობა გაგებისკენ არასოდეს დასრულდება. ეხლა მოდით დაუბრუნდეთ თქვენ. არა თქვენს სხეულს, არა თქვენს ატომებს, არამედ თქვენს გამოცდილებას, თქვენს ცნობიერებას, თქვენს მე, თქვენს მეს. გახსოვთ როგორ დავიწყეთ? გახსოვთ ის გრძნობა, როცა პირველად გაიგონეთ, რომ თქვენი სხეული აწარმოებს 7 მილიონ სისხლის წითელ უჯრედს ყოველ წამს. გახსოვთ ის გაოცება, როცა გაიგონეთ, რომ თქვენი ტვინი შეიცავს 100 ტრილიონ სინაპს. გახსოვთ ის თაბრუსხვევა, როცა ცადეთ წარმოედგინა 92 მილიარდი სინათლის წელი. ეს გრძნობები, ეს გაოცება, ეს თაბრუსხვევა, ეს საოცრება, ეს არის ის, რაც ხდის თქვენ ადამიანს. არა თქვენი ზომა, არა თქვენი ძალა, არა თქვენი ხანგრძლივობა, არამედ თქვენი უნარი იგრძნოთ ეს. თქვენი უნარი დაინახოთ რაღაც უზარმაზარი და აღიაროთ, რომ ის არის უზარმაზარი. თქვენი უნარი დაინახოთ რაღაც ლამაზი და აღიაროთ, რომ ის არის ლამაზი. თქვენი უნარი დაინახოთ რაღაც იდუმალი და აღიაროთ, რომ ის არის იდუმალი. ეს არის ცნობიერება. არა მხოლოდ ფიქრი, ცხოველებიც ფიქრობენ. არა მხოლოდ გრძნობა, ცხოველებიც გრძნობენ. არამედ ცოდნა, რომ თქვენ ფიქრობთ. ცოდნა, რომ თქვენ გრძნობთ. ცოდნა, რომ თქვენ არსებობთ. და ცოდნა, რომ ეს არსებობა არის წარმავალი, მოწყვლადი, უსასრულოდ ძვირფასი. ეხლა ამ წამს, როცა თქვენ უსმენთ ამ სიტყვებს, რაღაც ხდება თქვენს ტვინში. ნეირონები ცეცხლდებიან. სინაფსები აქტიურდებიან. ქიმიური სიგნალები გადაეცემა. ელექტრული იმპულსები ვრცელდება. და ამ ყველა ფიზიკური პროცესიდან, ამ ყველა ატომიდან, ამ ყველა მოლეკულიდან, ამ ყველა ენერგიიდან წან წარმოიქმნება რაღაც წარმოუდგენელი. გამოცდილება. სუბიექტური, უნიკალური, შეუცვლელი გამოცდილება იყო თქვენ, ამ წამს, ამ ადგილას. და ეს გამოცდილება, ეს კონკრეტული მომენტი ცნობიერებისა, არასოდეს არსებობდა ადრე და არასოდეს არსებობს კვლავ. ის არის უნიკალური, ის არის ერთჯერადი, ის არის შეუცვლელი. ეს არის ის, რაც ხდის ყოველ მომენტს ძვირფას. არა იმიტომ, რომ ის არის მარადიული, ის არ არის. არა იმიტომ, რომ ის არის მნიშვნელოვანი კოსმიურ მასშტაბით, ის არ არის. არამედ იმიტომ, რომ ის არის რეალური. იმიტომ, რომ ის ხდება. იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ, ეხლა, ცოცხალი, ცნობიერი, გამოცდილი. და როცა თქვენ რეალურად გაიგებთ ამას, როცა თქვენ რეალურად აცნობიერებთ, რომ ეს მომენტი, ეს კონკრეტული მომენტი არასოდეს მოვა კვლავ. რაღაც იცვლება. სამყარო ხდება უფრო ნათელი. ფერები ხდებიან უფრო ცოცხალი. ხმები ხდებიან უფრო მკაფიო. თქვენი გრძნობები ხდებიან უფრო ღრმა. ეს არ არის მისტიკური გამოცდილება. ეს არ არის რელიგიური გამოცდილება. ეს არის უბრალოდ ცნობიერება. სრული ცნობიერება იმისა, რაც ხდება. ახლა, ამ წამს. და ეს ცნობიერება, ეს სრული ყოფნა ამ მომენტში. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც თქვენ გაქვთ. არა თქვენი ქონება, არა თქვენი მიღწევები, არა თქვენი რეპუტაცია. არამედ ეს. ეს უნარი იყოთ აქ, ახლა, სრულად ცოცხალი, სრულად ცნობიერი, სრულად ადამიანი. გახსოვთ როგორ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ადამიანობა გამოჩნდა მხოლოდ ბოლო 4 წამის განმავლობაში კოსმიურ კალენდარში. გახსოვთ როგორ ეს გვაგზნობინა პატარა, უმნიშვნელო წარმავად. მაგრამ
აქ არის რაღაც, რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ. ეს 4 წამი, ეს მოკლე წარმავალი მომენტი კოსმიურ ისტორიაში, ეს არის ერთადერთი დრო, როცა სამყარომ შეძლო საკუთარი თავის ნახვა. ეს არის ერთადერთი დრო, როცა ატომებმა, რომლებიც შეიქმნენ ვარსკვლავების ბირთვებში, შეძლეს ფიქრი, გრძნობა, გაგება. ყველა ეს მილიარდობით წელი ადრე, ყველა ეს უზარმაზარი ეპიკური ისტორია ვარსკვლავების დაბადებისა და სიკვდილისა, გალაქტიკების ფორმირებისა და შეჯახებისა, პლანეტების შექმნისა და განადგურებისა, ყველა ეს ხდებოდა ბნელში. არავინ იყო იქ, რომ დაენახა. არავინ იყო იქ, რომ გაეგო. არავინ იყო იქ, რომ ეზრუნა. მაგრამ ახლა, ამ 4 წამის განმავლობაში, ვიღაც არის აქ. თქვენ ხართ აქ. და თქვენი არსებობა, თქვენი ცნობიერება, თქვენი გაგება, თქვენი ზრუნვა, ეს ცვლის ყველაფერს. ეს ცვლის სამყაროს უსულოდან ცნობიერად. ეს ცვლის მას უმნიშვნელოდან მნიშვნელოვნად. ეს ცვლის მას ბნელიდან განათებულად. და ეს არის თქვენი როლი, ეს არის თქვენი მიზანი. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მოგცათ ეს როლი, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც შეძლო მისი აღება. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც გაიღვიძა. თქვენ ხართ კოსმოსი, რომელიც შეძლო საკუთარი თავის ნახვა. თქვენ ხართ ის პროცესი, რომლითაც არაფერი ხდება რაღაც, რომლითაც ბნელი ხდება სინათლე, რომლითაც უსულო ხდება ცნობიერი. და ეს არის საკმარისი. ეს არის ყველაფერი. ეს არის მთელი მნიშვნელობა, რომელიც თქვენ ოდესმე დაგჭირდებათ. ასე რომ, როცა თქვენ დგახართ ღამით და უყურებთ ვარსკვლავებს, გახსოვდეთ. თქვენ არ ხართ მხოლოდ პატარა წერტილი, რომელიც უყურებს უზარმაზარ კოსმოსს. თქვენ ხართ კოსმოსი, რომელიც უყურებს საკუთარ თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც ვარსკვლავები ხდებიან ცნობიერი. თქვენ ხართ ის პროცესი, რომლითაც სამყარო აცნობიერებს საკუთარ სილამაზეს, საკუთარ სივრთულეს, საკუთარ იდუმალებად. და როცა თქვენ უყურებთ სხვა ადამიანს, უცხოს ქუჩაში, მეგობარს, საყვარელს, გახსოვდეთ. ისინი არ არიან განცალკევებულნი თქვენგან. ისინი არიან თქვენ, სხვა ფორმით, სხვა პერსპექტივით, სხვა გამოცდილებით. ისინი არიან სხვა გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს საკუთარ თავს. და როცა თქვენ სუნთქავთ, როცა თქვენ შეისუნთქავთ ჟანგბადს, რომელიც იყო ოდესღაც ნაწილი ხისა, და ამოისუნთქავთ ნახშირორ ჟანგს, რომელიც გახდება ნაწილი სხვა ხისა, გახსოვდეთ. თქვენ არ ხართ განცალკევებული ბუნებისგან. თქვენ ხართ ბუნება. თქვენ ხართ ნაწილი იმავე ციკლისა, იმავე პროცესისა, იმავე ცხოვრებისა. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ადამიანი. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ცნობიერი. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ცოცხალი. და ეს ცოდნა, ეს ღრმა ვისცერალური გაგება თქვენი ადგილისა კოსმოსში, ეს არის ის, რაც სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცნობიერებას. არა იმიტომ, რომ ეს გახდით უფრო ჩქვიანს, თუმცა შესაძლოა გახდით. არა იმიტომ, რომ ეს გახდით უფრო ძლიერს, თუმცა შესაძლოა გახდით. ვა გახდით. არამედ იმიტომ, რომ ეს გახდით უფრო ცნობიერს. უფრო ცოცხალს. უფრო ადამიანს. და ეს არის ყველაფერი, რაც ოდესმე დაგჭირდებათ.